მოდი სკლეროზი თუ არა გვაქვს, ესე იყო ხო? მახსოვრობა ხო უნდა დავკარგოთ. ყველაფერი დღეს ზედაპირზე. უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება. აგებს ეს რუსეთი, ქოცებო, აგებს რუსეთი, აგებს, მარცხდება, თქვენ უბედურებო. როგორ მარცხდება, იცით პუტინი? ფსკერამდე მარცხდება. აი ფსკერზე ჩავხედავთ და იქ დავინახავთ. უკრაინასთან ომს უკვე ცხადად აგებს. რუსეთი მარცხდება, უკრაინა გაიმარჯვებს. ყველამ უნდა იცოდეს, მეგობრებო, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში. რუსეთის ფედერაცია მარცხდება და აუცილებლად დამარცხდება. პირადად პუტინი და რუსეთი ამ ისტორიულ ომში მარცხდება და მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში. ფაქტია, რომ რუსეთი მარცხდება ამ ომში და ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ მომავალთან. ეს იქნება რუსეთისთვის ჩემი აზრით უფრო მომგებიანი, იმიტომ რომ ის ისედაც მარცხდება და ამ შემთხვევაში ის მარცხდება უკრაინასთან. უკრაინა დღეს არის ნომერ პირველი ევროპაში სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფო, რომელიც ამარცხებს აი მონსტრს. რუსულ აი ამ ორდას მეომრებიც როგორც აღმოჩნდა ვერ არიან რა ბიჭები რა და არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის. იმიტომ რომ რუსეთი მარცხდება. რუსეთი ეგუება რომ მარცხდება უბრალოდ რაღაც ბოლო გაფართხალებებს აკეთებს. რუსეთი უკრაინაში ეხა აგებს ომს. რუსეთი აგებს ომს. ძიმედ არა კეთილსინდისიერება იყო რომ ჩვენ რაღაც სახით ვაიძულეთ ხალხს დაეჯერებინათ რომ უკრაინა რუსეთთან ომში არა მხოლოდ გაიმარჯვებს, არამედ გაანადგურებს კიდეც და 2014 წლამდე ვითარებას დააბრუნებდა. აჰა, მოვედი. მოგესალმებით კიდე ერთხელ ყველას. ხო, რა ვიცი, ახლა მაგას უაზროდ ეწირებიან მაგ რაღაც კონფლიქტს ეს როგორც ერთი ისე მეორე მხარე. ხო და რა ვიცი, იგებს აქ ვიღაცა ზემოთ ვინც არის და რა ვიცი, ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს. ყველაფერში ხო, არჩევანის გარეშე არ არის ხო, თქვათ, ცხოვრება ადამიანს აქვს მარტო მიცემული არჩევანი. არჩევანის თავისუფლება და თუ ახლა ძალი თქვენივე წაიყვანეს, მანდაც არჩევანია შეიძლება ვარი თქვა და აერჩიოს სხვა რამე ან გაიქცე ბოლო იქიდან მიატოვო და დეზერტირო როგორც ასეთი დეზერტირობაც ხო არის რომ გადახვიდეს აზღვრები და გაიქცე არ მინდა რა კაცის კულა რა. ხო, რა ვიცი, აბა ძალიან ის არის ჯერჯერობით არაფერი ძვრა არ არის. არც ძირეული ძვრები ნამდვილად არ არის, გარდა განცხადებებისა, შეხვედრებისა, ამათი შოუ რაღაც წარმოდგენებისა არაფერი ძირეული, აი არაფერი, აი ეს როგორც იტყვიან, არსობრივი, არსებითი არაფერი. პირიქით ეკონომიკა უფრო ფინანსური მდგომარეობა მოსახლეობის უფრო დამძიმდა. დამსახურებიდან ხალხი მასიურად იზღუდება მათი სივრცე, იდევნება, ეს უხეში სიტყვა არის, მაგრამ მაინც იდევნება, მაგრამ არის ბოლო-ბოლო ხო. და უმუშევაროჩება რა კომპანიები იხურება, გარკვეულეს პერეძელკები რო ქვია, გადაადგილებები. და მათ ეწირება ჩვეულებრივი ადამიანები რა. და ესენი ძიმედ განიცდიან ამ ამბავს და გაუმჯობესება სოციალური მდგომარეობის არ ეტყობა. აი რაღაც ამოისუნთქა ხალხმა, უცებ რაღაცა მოხდა ისეთი ძვრები და გახარებულია ხალხი და არა, ისეთი ნიჰილისტური განწყობა არის. თვითონ ეს ხარობს, თვითონ ეს პოლიტიკური წრეები ლაქლაქებენ, დროს ატარებენ, ხვდებიან ერთმანეთს. მოსახლეობის დაბალი ფენის მოსახლეობის მცხოვრების მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული. გაუმჯობესებული კი არა, სტაბილურიც არ არის, გაუარესებული არის. და ბევრ შეეხო ეს. და ეს ხო არ ფიქსირდება ახლა მოდი ვთქვათ ოფიციალურ დონეზე და არც საადერბინოს ამ ხალხმა და ახლა წავიდა მე-19 საუკუნეში არ ცხოვრობთ რომ ხალხი მასიურად ვთქვათ გამოვიდნენ სოციალური პირობების რაღაცა გარკვეული რაღაც პროტესტი განაცხადონ ამ სოციალური მდგომარეობისა რომელშიც იმყოფებიან. არ არის რა ესეთი მდგომარეობა, ესეთი ეპოქა აღარ არის რომ ვერაფერს ვერ გააწყობა. აი საქართველოში რამე გააკეთდა, ხო იყო ვითომ აი ესეთი პროგნოზირებები რომ აი ეს მოხდება და ბიზინა გაიქცევა და ბიზინას დავამარცხებთ. ამას იძახდნენ თვითონ ეს ოპოზიციონერები, ხო? უფრო მეტი აი რუსები უკრაინა გაიმარჯვებს, ხო? ყველა იძახდა ამას, უკრაინა გაიმარჯვებს საქართველოში ყველა ოპოზიციონერის
ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ეს ჩანაწერი არსებობს, შეუკრებია ეს და კოლვარის სახით არის დადებულიც არის შემხვდა და გავაზიარე. აი ნახეთ რა ხალხი არის რამდენი ზღდა უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთი დამარცხდება. უკრაინა ყველა იძახთ ამას და ეხლა სად არიან? საერთოდ სად გაქარგვარამია? სად არის ოპოზიცია? აი ეს პარტიები რა არის? რის მაქნისი ეს პარტიები? სად არის ეს ოპოზიციური პარტია? რა ოპოზიცია? რისთვის არის? ხო, სად არის გაყალბებული არჩევნები? თუ გაყალბებულია, რატომ მიდის ცხოვრება ისევ იმ კალაპოტით, რომელშიც იყო მანამდე არჩევნებამდე? ხო, რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის გამოცვლა? სალომე არ არის ყაველაშვილი. აი ყაველაშვილის პრეზიდენტობა ვის ადგება, რაში ადგება? რატომ გაუგრძელეს პატიმრობის ვადა სააკაშვილს? კიდე დაამატეს და საბოლოო ჯამში 12 წელიწადიდან ნახევარი მიცეს. აი რატომ? არ არის თქვათ პასუხი სწორი, როცა იცი რა არის გაფლანგა ისინი გამოფლანგა. ამდენ ხანი ყავდა, ეხლა კიდე დაამატე. ხო შეიძლება კიდე დაამატო. და ესე იგი გზადაგზა კიდე გახსნა რაღაცები და დაამატო. მე მაინტერესებს რატომ არის ეს დაკავებული უცნაურ გარემოში, ესე იგი გარკვეულ კლინიკურ საერო ფასიან დაწესებულებაში, ვივამედიში და არის იქიდან კიდე განცხადებები. აი მთელი რიგი კითხვებზე პასუხები კი არ არის. ხო, რამე აი არჩევნები რო ჩატარდა, ხო ქონდათ დიდი იმედები. ხო, გუბაზე რატო წავიდა პოლიტიკიდან? ხო და რატო გაერიდა ყველაფერ ამას? და ეხლა რაღაც გვერდიდან ვითომ უფრო ობიექტურად ხედავს აი პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში. აი რა ეგეც წავიდა. არც პარტია არაფერი არ აქვს, ხო? პენსიაც გაინაღდა 1034 ლარი ამათ როგორც ყოფილ დეპუტატებს ეძლევათ. არაფერი არ აკლიათ. ხო, აი ესეთ კითხვებზე მან და არავინ არაფერს არც პასუხობს, არც კითხვა ისმის და ინერციით მედის რა ცხოვრება რა. მოკლედ არაფერი არ შეცვლილა. რა უნდა შეიცვალოს ისე რა ჩვენში დარჩეს. ძირეულად რა უნდა შეიცვალოს არ მესმის ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებას ებრძვის თავისი ძალებით, ხო? და თავის თავს თუ არ მიხედა, კაცშვილი მისი მხედველი არ არის, ხო? ვინ უნდა მოხედოს სხვამ? აგერ გავიდა უკვე აგერ აპრილიც მოვიდა. აჰა ეს ორი კვირა და აპრილიც მოდის. აჰა. ზამთრის 3 თვე გავიდა, გაზაფხულის 1 თვე მიდის, შემოდგომის 1 თვე გავიდა, ზამთრის 3 თვე, გაზაფხულის 1 თვე. იყვირეს, გაყავდა, არ შევალთ და ესეც არ ვიცით, რო არ შედიხართ, ფულს თუ იღებთ. აგერ კაცო, თითქმის მილიონამდე ჩაურიცხეს პატრიოტ ალიანსს, რომელმაც 2% აიღო არჩევნებში და 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ხო და აი ესეთი რაღაცები ძალიან დაფარულია და ხალხს კი არ აგებინებენ. მე პარტიები, რომელიც არაფერს არ ქმნიან მთელი 30 წლის განმავლობაში, რატომ არის ისევ ზედაპირზე როტიტივებს, რატო არ უქმნებენ, რატო აფინანსებენ? აი ნათელაშვილი ვერ გავიგე რა პარტია არის. აი ლეიბორისტული პარტია რას აკეთებს გარდა იმისა, რომ ეს კაცი მათხოვრობს ინტერნეტში და აბა დაგვაფინანსეთ და გაუთავებლად ბრალზდებს საქართველოს მთავრობას, რომ შეგვავიწროვაო. პარტია არის ამისი, არავინ არ არის ლეიბორისტული პარტიიდან არის ეს. ამ პარტიაში არ არის მეცნიერები, სხვა დარგის წარმომადგენლები, რომ ერთიანი პროგრამა გაგვაცნოს. ყოველთვის ეს კაცი არის წინ და პარტიას ვერ ხედავთ. პარტია მართლა ერთი კაცია. სად არის თქვათ აი მრავალფეროვანია მისი პარტია ინტელექტუალური თვალსაზრისით, დარგობრივი თვალსაზრისით, არიან ეკონომისტები მაგის პარტიაში, თეორეტიკოსები, მეცნიერ მუშაკები ყველა დარგში, ხელოვანი ხალხი. არა ნათელაშვილი დაჯდა ტელევიზია მაგას 30 წელია ვერც პარტიამ ვერ ტელევიზიაც ვერ შექმნა თავისი და დაჯდა აგერ ინტერნეტის წყალობა არის რომ ზის და გაუთავებელ ორშაბათის გამოსვლებს შეჯამებებს აკეთებს ნიკოლოზას ეჯიბრებო და შევარდნაძემ კონსპექტი დაუტოვა. გახსოვთ შევარდნაძე ორშაბათის გამოსვლებში რო იყო ონიანთან ერთად, ხო, ნატო ონიანთან ერთად რო გამოდიოდა, ჟურნალისტი ყავდა დააღლიერებული 24-ის რო დააკატავებდა იქით-აქით. გლახის ნაამბობი რო დაარქვეს მაგ ორშაბათის გამოსვლას.
ახალგაზრდებს ეს არ ემახსოვრება, იმიტომ რომ ვერ მოესწრენ 80-იან წლებში დაბადებულებიც ვერც გაიგებდნენ რა ხდებოდა. მე ხო მახსოვს ორშაბათი დილაობით იმ გაყინული სივრცეში 92-13 წლები ყოველ ორშაბათს დილის 9-10 საათზე ნატო უნიანი იღებდა ინტერვიუს და დაერქვა ორშაბათის გამოსვლები. ანკარის გვაბარებდა თითქოს შევარდნაძე. რაღაცა ნათელაშვილმა იმისგან ხო არა იყო ორშაბათს დაბადებული ვარ ორშაბათსო და ამიტომ ორშაბათს ის და რას ლაპარაკობს რო. აი გუშინ ორშაბათი იყო და დაჯდა კიდე თავის Facebook-ი გვერდი რო აქვს მაგანაც ხო გახსნა ეგა და იქ ზის და ლაპარაკობს რა აქეთურს იქითურს და ამის პარტია საერთოდ რას წარმოადგენს ამ პროგრამა ვიცოდეთ ეს ერთი კაცი ყვირის და ყველაფერს თავის თავზე მიიწერს თუ რამე ხდება და ეს ხო დაპირდა მოსახლეობის თავის თქვათ ელექტორატს რომ იცი ბიზნესი აღარ იქნება 2024 წელი არის ბოლო წელი ესე არა თქვა სად არის კაცო ბოლო წელი სადა ან შევიდა ხო არავინ არ შედეს არ შევიდა არც გახარი არ შევიდა ხო ესე საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს 90 დეპუტატი 89 აი კოცები და ყველაფერი მიდის ინერციით და ხალხმა ხელი ჩაიქნია ეს ვითომ ოპოზიცია კიდე ბავშვების დონეზე არის შეიკრიბებიან და ეხლა ვითომ ელოდებიან რა 30 მარტს და 31 მარტს იქნება რაღაცა გამოსვლა რაღაცა ეროვნული ქართველების რომელი ქართველების რომელი ასაკის აბატონო აური კვირაც და ეს მარტიც მოვა რო გამოვლენ რა მე ეხლა რა შეეშინება და გაიქცევიან მთავრობის წარმოადგენლები თუ რას გააკეთებენ ესენიც იყაყანებენ დროშებს გააფრიალებენ და ამას ხო შევეჩვიეთ ჩვენ სულ ესე ყაყანით პატრიოტ ალიანსმა ჯერ გახედნა ხალხი წინდა უკან სიარულით ვინც დაყვებოდა ერთი 50000 თუ 20000 თუ 2 და ხო იყო ჭაკაჭუკი მოწყენა ხალხს და უკვე ამებად შეაჩერეს ეგ რა წინდა უკან სიარულით ალტინფო გამოვიდა მე მაგათი ფილიალი და ახლა ამან წარამარა გამოყავდა ხალხი უპირისპირდებოდა თქვათ ლიბერალ გამოსვლებს ლიბერალ ახალგაზრდებს აი რომ არატარებინებდნენ იმ ღირსების პარადებს და დამთავრდა ყველაფერი ეხლა ყველა დაჯდა აი YouTube არხებზე Facebook-ებზე და პოდკასტებში ენას იფხანენ ეხლა ამით ქვეყანა შეიცვლება ან თუნდაც რო უწოდო საქართველოს ბიზნესტანი ამით რა ეხლა რა აი როზიან მარტინენკო და DDS ყიურ-ყიური ბიჭები დაჯდებიან და კონსერვატორობა დაირქვეს რა თქმა უნდა დაირქვე კონსერვატორობა მოქმედებს ესა ხო ჯერ ერთი ამათი პარტია გაუგებარი მიზეზებით გაუქმდა ვასაძე გაიქცა ვასაძეს პარტიაც გაუქმდა და 1000-ნაირი პარტიებია რომლების ტყუილა არის და აქ-აქ თავს გვახსენებს ინტერნეტის მეშვეობით აი სად არის ძალაერთობაში მე ვერ გავიგე ხო აი თუ ჩამთავრდა ყველაფერი რა ასე შეირგო ხალხმა ეს ეს რეჟიმი შევარდნაძეს დატოვებული მემკვიდრეები სულ ყველა ესენი აღზრდილები არიან შევარდნაძის დროს 70-იანელებია სათავეში ხო 60-იანელებიც 60-იანი ლიდერი ყავთ მარტო თუ უბრალოდ 50-იანი 56-18 წელია დაბადება ბიზნესი ეგ არის ლიდერი კი არა უფალი ხო ლიდერი მაგის მიერ დანიშნული თქვათ პარტიის თავმჯდომარე რომელი პარტიაც ქოც პარტია არის ხო და არაფერი მიდის ცხოვრება ესე მიჭაკუნობს თავის გზით არაფერი არ შეიცვალა ხედავთ არც გამოსვლების გეგმავდით ჩვენ აზროვნებაში რომ იქნებოდა არაფერი რა სანამ ბიძინა მანდა ეგ იქნება უცვლელი ყველაფერი აი ვასაძემაც დიდი იმედები მიცა თავის ამომრჩევლებს მაგრამ გაქრა კაცი რა საერთოდ გაქრა რა მიხურ-მოხურა ყველაფერი და გაიქცა ხო ეგ რაღაცა სკოლა შექმნა რაღაცა კერძო სკოლა ახლა ეს სკოლა იქიდან გამოსული ხალხი ცვლის რამეს თუ რა ეგ ზოგად განათლების სისტემაში ის რა მნიშვნელობა აქვს ახლა სახალხო სკოლა იქნება თუ კერძო სკოლა რა ვიცი განსაკუთრებულ სასწავლი და რაღაცა ცხოვრების ახალი ცხოვრების რაღაც კადრებს ხსდი რა ეგეც ხო პირობითი არის
კერძო ინსტიტუტი, კერძო რა განსხვავება, აი კერძო ინსტიტუტი რო ახალგაზრდები გამოდიან, ემსახურებიან ამ სისტემას, რომელიც არის ბიზნესტანი და ფულს რატო ყრიან, ვერაფრით ვერ გავიგე, აი ვერაფრით ვერ გავიგე, აი კერძოსა და იმას შორის რა განსხვავება არის, აი თქვათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. რამე განსხვავება არის კერძო და არაკერძო სასწავლებლებს შორის, ძირეული. და რო გამოვა კერძოდან ადამიანი და თქვათ სახელმწიფოდან ამათ შორის გნოსეოლოგიური დაპირისპირებაა? რამე განსხვავება თუ არის, მაინტერესებს, რატო ქვია იმას კერძო და ამას ქვია სახელმწიფო? რამე განსხვავებული ისწავლება, მე ამდენი წელია კერძო სასწავლებელიდან გამოსული ახალგაზრდებმა ცხოვრება ვერ შეცვალეს? ცხოვრების ღირებულება მაღალ იმაზე არ აიყვანეს, მაღალ თქვათ გარკვეულ სიმაღლეებზე? აი განსხვავება მინდა რა ვიცოდე ძირეული. რამე განსხვავება არის გარდა იმისა, რომ ფულს გართმევს შენ ადამიანი. მასწავლი ისეთ რამეს, რომელიც აი ამ სისტემა თუ ახალი არ არის სახელმწიფო სისტემა, მაშინ კადრები რო გამოდის მანდიდან სად მიდის? რას აშენებს? ეგ რა უშვებს ოპოზიციონერებს, რომ მიტინგები გამართოს? ახლა მიტინგებზე თქვათ მონაწილეობს სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ინსტიტუტებიც და ამ ხრივ ახლა განსხვავება არ არის თუ მარტო მიტინგებით ვიტყვით, რომ აი ამათ ის განათლება ისეთია, რომ მიტინგებზე ესენი პროგრესული ხალხია და არ იწონებენ თქვათ ძველ სისტემას, მაგრამ იგივე საკეთებს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც ხო ხალხი მიტინგზე იყო და საჯარო სკოლებიდანაც და საერთოდ სამსახურებიდანაც. აი რა ისწავლება ისეთი იქ, როგორ მაინტერესებს, ისეთი ძირეული, რომ აი ხალხი რომ ამდენი წელია სწავლობენ, იმედია რომ ეგენი მერე ქვეყნის სათავეში რომ მოვლენ, უკეთესი სოციალ-პოლიტიკური ცხოვრება წავა. ვინ დაამთავრა კიდე მაგის გარდა, გიოს გარდა, აი სახელმწიფო კი არა, აი კერძო უნივერსიტეტები, ვინმე დაამთავრა კიდე აქ ვინმე არის ისეთი, რო გითხრას, რა განსხვავებაა, რა ისწავლებოდა? რაში გამოგადგათ? იმიტომ რომ ძირითადად ვინც მთავრობაში არის, ისინი მაინც კურსებს საზღვარგარეთ გადიან. და არ აკმაყოფილებთ მათ მიღებული განათლება და მე ვეღარ გავიგე არს რა მნიშვნელობა აქვს მაგას, რა აუცილებლობაა მან სწავლა, თუ სწავლა, მაშინ საზღვარგარეთ წავიდეთ თავიდანვე. ფული გადავყაროთ, რაღაცად გადავყაროთ და იქიდან რომ შემოვალთ რაღაცა დაგვადგეს იქნებ საშველი. თორემ მთავრობაში მაინც კურსებს გადიან, მთავრობაში მონაწილე ხალხს, კურსები აქ გარეთ გავლილი, ყველა მაგით ტრაბახობს. საფრანგეთში გავიარე, იტალიაში, გერმანიაში და რა ვიცი კიდე სადა ამერიკაში და მან რაღაცა ყარით ფულს მე ვერ გავიგე. თუ არაფერში არ გადგებათ ეგა. იცით ძირეული განსხვავება ვიტყვი რომ არ არის. უბრალოდ აი როგორი განსხვავებაა იცით საბოლოო ჯამში შედეგი რომელ უნივერსიტეტს დაამთავრა საქართველოში ხო შედეგიდან გამომდინარე განსხვავება არ არის. უბრალოდ აქ არის აი რო ვიტყვი რომელ უნივერსიტეტში სწავლო. თითქოს არის რაღაც გარკვეული უნივერსიტეტები რომელიც თქვათ აი რომ მიტყვი ჯავახიშვილში ვსწავლობ ან რაღაცა შავი ზღვის რაღაცა აი პრესტიჟულია უფრო. იმიტომ რომ თქვათ გადასახადი მეტია, იმიტომ რომ თქვათ ესე იგი რაღაცა რა ვიცი უფრო კარგი დივნებია მისაღებში, უფრო კარგი ის არის ბუფეტი და რაღაც პრესტიჟული. თორე როგორც ასეთი ძირეული რაღაცა განსხვავება, აი მაგალითად სკოლებში, კერძო და საჯარო სკოლები, ხო? კერძო სკოლაში მე მომისმენია ბევრისგან, იმიტომ დამყავს ბავშვი, რომ იქ ისეთი საზოგადოებას დაყავს ბავშვები, რომ აი კომუნიკაციაში უფრო როგორ თქვა, აი ცუდად რომ თქვა ძალიან ისე ფულიან ხალხს დაყავს იქ ბავშვები და უფრო ისეთ საზოგადოებაში იზრდება, რომ მომავალში გამოადგება და უფრო ყურადღებას აქცევენ და აი ესეთი რაღაცა თორე როგორც ასეთი ჩვენ თუ შედეგებზე ვსაუბრობთ, ეს აბსოლუტურად იგივეა ორივე რა. რა ვიცი, ესეთი განსხვავება, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ აი მე აქადაა ვსაუბრობ და ვაიმე მართლა, აუ, ნახეს არ ვსაუბრობს. აი იცი მაგ გადასახადი რამდენია 18000-ია წელში და აი всё ის მიღებულია. თორე ეს ჩემი აზრია. ყოველ შემთხვევაში აი რასაც მე ვფიქრობ და რაც მე გამიგია და რაც ამ ყველაფრისგან შეხედულება ჩამომიყალიბდა.
უკაცრავად ერთ დავამატებ. ეხლა ჩემ წინ არის სკოლა ინტელექტი, საკმაოდ ძვირიანი სკოლა და ეს უფასო სკოლები რაც არის დიდი ღომში, მაგასთან შედარებით მან თვითონ სწავლის ხარისხიც მაღალია, თვითონ სიტუაციაც კარგია, მეტი სიმკაცრეა, უსაფრთხოება, კვების ხრივაც კარგი ვარიანტია და თან ეს სკოლები უფრო მაღალ კვალიფიციურ კადრებს იყვანენ, დაუშვათ კიდაც ინგლისური სპეციალისტი, ინა მათემატიკოს იქ 800 ლარი აქვს ხელფასი, ხო? ესენი უხდიან 1600-ს, 1700-ს, მაგრამ ადრები, როგორც ასეთი მასწავლებლების ხარისხი გაცილებით მაღალია ვიდრე უფასო საჯარო სკოლებში. აი ამის თქმა მინდოდა. და სწავლის ხარისხი თუ მაღალია, მაინტერესებს სწავლა ძირი რა არის, რომ ხარისხი გავაუმჯობესოთ, ხო? ესე იგი, პროექტი როცა შემუშავებულია რაღაც საგნის, შეიძლება უხარისხოდ გავაკეთოთ და შეიძლება ხარისხი არად. ხარისხი რაში მაინტერესებს თუ ძირის სწავლისა როგორი, აი რა ისწავლებ, აი რა. და პედაგოგები მაგრა ასწავლენ და თუ ასწავლიან, რო გამოდიან ესენი სადმიდიან. ხო უნდა გამოჩნდეს რო უპირისპირდებ ესეთი სკოლები იმ სკოლებს, რომელიც ხარისხი არ ვარგა. ეგ ხალხი სადმიდის მერე და რატო არ ეტყობა მოსახლეობის სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებას. რო არ ეტყობა ეგა? მათ ხომ ახლა არ ვტყუდებით ჩვენ და ხომ არ არის ეს უბრალოდ ადამიანების მოტყუება, ფული გადაყარო. ნუ დისციპლინა კარგი, დისციპლინა მაგით შეიძლება არჩიოს მშობელმა, რომ იქ უხიფათო არის ბავშვი და ეგ გეთანხმებით, მაგრამ მე ვლაპარაკობ ხა სწავლაზე. სწავლა ხო, დარგი სკოლა არის, ყალიბდება საფუძველი სწავლება, სწავლის, მე ეს გრძელდება უმაღლეს სასწავლებლებში, საწყისების სწავლება სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში უკვე ეს ფართოვდება. ეს მე იქიდან გამოსული ადგება სახელმწიფოს სხვადასხვა დარგში, რომ გაიგზავნებიან სამუშაოდ. მთლიანობაში კი მოსახლეობას უნდა შეეტყოს ეკონომიკური დონის ზრდაში. რო არაფერი არ ეტყობა 30 წელიწადია ამას. აი და ამიტომ დავშვი კითხვა, რა აზრი აქვს ფასიან სკოლებს და უნივერსიტეტებს? აგერ 35 წელია გასული. სად არის ეგ ხალხი? სად მიდიან? რატო არ ეტყობა, რა სწავლობენ იმისთანაც და რა გვინდა სწავლა თუ ამას ჩვენ არ ვიყენებთ? მშენებლობაში გვჭირდება, ხო? სახელმწიფოს მშენებლობაში გვჭირდება სწავლა. და დარგები უნდა გამოყენებული იქნას, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, ეს ყველაფერი. სახელმწიფო მშენებლობაში თუ არ გამოგვადგა, ეს ისე რაღაცა ფული ვყაროთ, რა თვით, რაში გვაინტერესებს ეგ. ხო. და თუ იგივე საგნები ისწავლება აი იმ სკოლებში, სადაც უფასო არის, მაშინ განსხვავებას რაში ხედავთ? საგნები იქ სხვა არის? სახელმძღვანელოები სხვანაირია იქა და სხვა ავტორები წერენ? და თუ ესეა, ეს ხო დაპირისპირებას გამოიწვევს თუ ძალიან ძირეული განსხვავება იმ სასწავლებლებსა, რომელსაც აფინანსებენ სახელმწიფო და მერე იფინანსებს შენ, ამათ შორის კონფლიქტი ხო იქნება საზოგადოებაში. სწავლა ხო ერთი უნდა იყოს. არ შეიძლება მე ვისწავლობდე რაღაც თქვათ ძირეულად განსხვავებულ ისეთ საგნებს, რომელიც გიპირისპირდება თქვათ თქვენ. ჩვენ ხომ იმ საზოგადოებაში ერთად მოგვიწევს ცხოვრება, მე ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ. ამიტომ ვიძახი ერთიანი სასწავლო საგანმანათლებლო სისტემა არ არის, თქვათ ამერიკაში, კანადაში, დასავლეთში კიდე თუ სრულიად განსხვავებული არის სამყაროზე შეხედულება, ხო? ძირითადად ყველა მსოფლიოს უნივერსიტეტებში ყველა შეთანხმებულია სამყაროს, აი განათლების სისტემა შესია. დარვინის თეორია უდევს საფუძვლად. სამყაროს ევოლუციონური აი წარმოშობა და არა ევოლუციის თეორია და არა კრეაციონიზმი. აქ ყველა უმაღლეს მსოფლიოს სასწავლებლებში ისწავლება. საფუძველი ეგ არის. ამაზე შენდება მერე სპეციალობები. აი საქართველოში რა ისწავლება? რა არის მაგალითად მათ ევოლუციის თეორია საფუძველში, კრეაციონიზმია, მარქსიზმია, რა ისწავლება? აი ამ კითხვაზე პასუხს გამცემდა ვინც დაამთავრა ეგა. მაგ ინსტიტუტი გამიგეთ. ნუ საბჭოთა კავშირისა ხო 5 თითივით ჩაგაბარებთ მამაუჩვენოსავით რა ისწავლებოდა და იცით ჩემგან ეგ ერთიანი საგანმანათლებლო სისტემაში იყო სამყარო მატერიალური არის არსით და არავის არ შეუქმნია და ეს დაედო საფუძვლად ყველა დისციპლინას და ყველა საგნის საფუძველში რო იყო ერთიანი საგანმანათლებლო სისტემაში ყველა სკოლა ერთი და იგივე იყო და ყველა
სკოლაში ერთ და იგივე საგნები ისწავლებოდა, სკოლებს შორის განსხვავება იყო უბნების მიხედვით. ზოგან დისციპლინა იყო, ზოგან მოშვებული იყო, კაცრი მასწავლებელი იყო და რბილი მასწავლებელი იყო, მომთხოვნი და არამომთხოვნი. მაგრამ ყველა იქიდან გამოსული ახალგაზრდები სწავლას რო აგრძელებდნენ, საბჭოურ სისტემას ემსახურებოდნენ თავიანთი პროფესიის მიხედვით. აი ახლა რა არის? აი ახლა გიფიქრეთ ამაზე რა არის? თუ ეს ისეა, უბრალოდ, ესე იგი, რატომ ვიხდით ფულს სწავლაში, ეს ვერ გავიგე. ესე იგი, საბჭოთა კავშირში ფულს არ იხდით, გასაგებია. ეხლაც არის სასწავლებელი, ფულს არ იხდით ვიღაცა სკოლა და რაღაცა, ხო, დაუშვათ. რაში გადგებათ ეგ? რას აშენებთ მაგით? და ის რო ფულს არის, ძირეული განსხვავება ამათსა და იმათ შორის, ძირეული სოფხედელობრივი განსხვავება არის? სოფხედელობრივი განსხვავება არის ახლა ფასიან უნივერსიტეტსა და არაფასიან შორის. თან ერთ და იგივე ლექტორი, როგორც ფასიანში დადის, ისე არაფასიანშიც. რამდენადაც ვიცი, რამოდენიმე ვიცი. იქაც აქვს საათები, იმიტომ რომ ხელფას იქაც იღებს ხომ სახელმწიფო. უფრო მეტი მე იქიდან სამღვდელო სემინარიებშიც დარბიან. შეიძლება ერთი პედაგოგი სხვადასხვა სასწავლებელში იყოს პედაგოგი და ეს საგანი ისწავლებოდეს სამივე და თქვათ ინსტიტუტ დაწესებულებაში, ფასიანში, უფასოში და რელიგიურში. და რისთვის არის ეგ მოკლედ სასწავლებელი რისთვის არის საქართველოში? რას ვსწავლობთ ამისთანაც ვერ გავიგე. რა ვისწავლეთ რომ ვერ ავაშენეთ? ხო. და ეს წლები მეტის ასე რა, იყრება ფული, არავის არ ადგება არაფერში და მე გასტარბაიტერებად გარბიან უცხოეთში. და რა ვიცი ახლა რა თუნდა ახლა ფასიანი უნივერსიტეტის დამთავრება საფრანგეთში, თქვათ მოხუცის მომლას მშენებლობაზე მუშაობას. რა თუნდა ამას ფასიანი უნივერსიტეტის დამთავრება? სადაც გადაყრილია დაახლოებით თქვათ 3000 და 4000 ლარი წლიური, ხო ეს უცოტა არის, ხო? წლიური. რაში გადგებათ ეგ მე ვერ გავიგე. ქვეყანას არ ადგება არაფერში. მანდ დამთავრებული ადამიანი საერთოდ აგდებულია საცინლად. ადგილზე რო დაამთავრებს და უკვე ის ჩაგრავს მეორე, აი მე ამერიკაში გავიარე კურსები, 1 წლიანი, 2 წლიანი, ენა ვიცი და რაში ვადგება? აი უფრო შორს ამ კითხვებით. აი პარლამენტი რაში გვადგება? საკანონმდებლო ორგანოა. რა კანონებს წერენ? რისთვის გვინდა კანონები თუ ცხოვრება არ არის? ეხლა კონძულზე რო ცხოვრობთ ადამიანები, კანონები გვინდა? რაჟანებად გვინდა კანონები კონძულზე. ხო? აი წარმოიდგინეთ რაღაც უკაცრიელ კონძულზე, თუნდაც 1000 კაცია. იქ რა კანონები არაფერი არ არის, აბსოლუტურად ინფრასტრუქტურა ნოლია და იქ კანონები რა გვინდა? საპარლამენტო წესები რა გვინდა? იქ იქნება ბელადი, ხო? ბელადი ესე იგი წინამძღოლი, რასაც სიტყვის ის იმას უნდა დაუჯეროთ. და საქართველოში პარლამენტი რისთვის არის? ჯოგში პარლამენტი და კანონმდებლობა რასაჭიროა, როცა არის ბელადომანია და ბელადი არის ბიძინა ივანიშვილი. როგორ არის შეღებული ეს შინაარსი ბელადისა და რაღაცა ლიდერისა, შენიღებული არის დაფარული აი ამ გარეგნული ფორმით, რომელსაც ევროპული დემოკრატია და პარლამენტარიზმი ქვია. აი პარლამენტს რა აზრი აქვს საქართველოში, ვერავით ვერ გავიგე. საკანონმდებლო ორგანოა. რა კანონებსაც წერენ და რა გვინდა ეს კანონები? კანონისთვის ხوار ცხოვრობთ. ჩვენ ცხოვრობთ და კანონი გვჭირდება, რომ ცხოვრება მოაწესრიგოს. თუ კანონია მთავარი, დავწეროთ ეს კანონები და ჩვენ ცალკე წავიდეთ, ხო? აი სხვაგან წავიდეთ. რა ვიცი, კანონებს უშვებენ და აი ეს კანონები რისთვის არის? მაგას კანონი რა თქმა უნდა, მაგას უნდა ბელადი. მაინც ბელადი რასაც იძახის იმას აკეთებენ. ბელადები მიტინგებზე ბელადი იტყვის, აბა გამოდით გავლენ. კანონით არც მიტინგები არ ტარდება, ნუ პარლამენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული თუ არის გარკვეული მიტინგების მოწყობა სიტყვის თავისუფლება შესაძლებელია. მათ ხომ მაგასაც აღარ ასრულებენ. უკანონოდ გამოდის ხალხი და ყაყანებენ ქუჩებში. რა ვიცი, აი ეს რა არის, მე ვერ გავიგე. და რამდენ ქვეყნებში იქნება ესე იცი? მიბაძვით ვართ პარლამენტი. რა პარლამენტი? აი პარლამენტი რა გვინდა ჩვენ არ ქონია მაგის ის მთელი შუა საუკუნეები, მთელი საქართველოს მართლობა იყო ბელა გვარი მართავდა ქვეყანას.
ხო მე საბჭოთა კავშირში იდეოლოგიით იმართებოდა ეხლა რით იმართება იდეოლოგიით ხო არ იმართება იდეოლოგიით მართლა არ იმართება მიუხედავად იმისა რომ რელიგიური რაღაცა ის არის გავრცელებული მაგითაც არ იმართება ქვეყანა ბელადებით იმართება და პარლამენტის მნიშვნელობა ვერ გავიგებ რა ვის ვატყუებთ ახლა ევროპაში ასე არ იმართება რა პარლამენტი აი რა გვინდათ ეს კანონები აი რა კანონები აგა ოქტომბრიდან მოყოლებული რა კანონები გამოუშვა ამას რა თუნდა კანონი დაარეკე და შენ თვითონ თქვი და შეასრულებენ მაინც ბიძინას ურეკავთ და მაინც ჩაწყობით არის მაინც გადარეკვებით არის მაინც გადმორეკვებით არის ხო არაფერი კანონებით არ არის ახლა კანონით არის დაჭერილი ახლა სააკაშვილი ეს ხო მითითებით არის დაჭერილი გოგიწულაია კანონით არის დაჭერილი 4 წელი და განდევნილი ეს ხო ისევ მითითებით არის რა არ მესმის რა ეს ხანდახარ დაფიქრდებით მაგაზე ასეთ ქვეყანაში ცხოვრება იცით რატო არის დამღლელი არც კანონით იმართება ბოლო-ბოლო გაგვაგებინე რა არის დავექვენა თუ ბელადობა არა ჯანდაბას იყოს ბელადობა რა მატყუებ გულზე ვსკდებით იმ გონია კანონიერი ქვეყანაში ცხოვრობ ამ დროს ბიძინა არის მადა და იჩაგრება ადამიანი რა ყველანაირად დაჩაგრული არის კანონის იმედია კანონი არ მუშაობს კანონს არ ღვევენ სასამართლოზე ტენდენციურობა მოსამართლეს დაურეკავენ ვინც აწყობთ გამოუშვებენ ვინც არა დაიჭერენ მაგიტომ ვიძახე სასწავლებლებს რა დანიშნულება აქვს ახლა ფასიანი და უფასო ელიას უნივერსიტეტი ადრე იყო პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტი ვიცოდით უშვებდნენ პედაგოგები ასწავლიდნენ სკოლებში იმ დისციპლინებს რომელიც შეიძინეს მათ მეთოდოლოგიას და ხსდიდნენ კომუნიზმისათვის მეცნიერებს სხვადასხვა დარგში აი განუზომიერი იყო და სწორი იყო გასაგები იქ ყველაფერი გასაგები არის აი ეს მე ვერ გავიგე აი ეს სასწავლებლები რას აკეთებს რისთვის არის აი ეს მისაღები გამოცდები რატომ არის თუ არ გავარკვიეთ რას ვაშენებთ სწავლას აზრი არ აქვს საბჭოთა კავშირში უფრო გასაგები იყო კანონზომიერება რას აშენებდნენ როგორ მსოფლმხედველობა მთელი ამბავი და აბა სწავლა და რა თქმა უნდა სახელმწიფო თავის თავზე იღებდა ამას უფასო იყო სამედიცინო უფასო იყო სასწავლებელი თვითონ იხდიდნენ ხო მთავრობა იხდიდა ამ მოსახლეობის გარკვეული ვინდან გადასახადებიდან ხო ეს კომუნალური იქნებოდა თუ რაღაცეები და სხვადასხვა რაღაც იმით და მთავრობა იყო მთლიანად მზრუნველი აი ახლა მთავრობის მოვალეობაც ვერ გავიგე რა საჭიროა საქართველოში მთავრობა ისე სხვათა შორის გუშინ გამახსენდა აი როგორი ბედნიერი ცხოვრება იყო სოფლიოში არსად ისეთი ცხოვრება არ ქონდა არავის სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში როგორც საბჭოთა კავშირში შემოქმედებით კოლექტივს რომელიც წლები ეს 60-იანი წლებიდან 80 წლების ჩათვლით აი ყველა ესე იგი მუსიკოსები წერლები თეატრალები ყველა იყვნენ აი საოცრად მაგრად რა გულაობდნენ ხო რა თქმა უნდა იმის გამონაკლისი ის შემოქმედი იყო ვინც ეამბოხებოდა რაღაცა და დისიდენტობდა მაგრამ იცით რა დრო გაატარეს მიშველაძემ ჩარკვიანმა აბაშიძემ გრიგოლ და ირაკლი აბაშიძემ დუმბაძემ ამათ ყველაფრის უფლება ჰქონდა თეატრალები მახარაძე ანჯგალაძე ეროსი და აი რუსთაველის გულაობდა არაფერზე არ ფიქრობდნენ არც სახლი აწუხებდათ არც მანქანა ყველანაირი წახალისებები ჰქონდათ დასასვენებლადაც უშვებდნენ უცხოეთშიდაც უშვებდნენ ვინც დაიმსახურებდა ცხოვრების ის იქნებოდა კომუნისტური ცხოვრების თქვათ იქნებოდა თუ ამღიარებელი რა თქმა უნდა იმას უშვებდნენ მოცეკვავებს უშვებდნენ სოფლიოს ატარებდნენ აი ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლები ყველა მაგრად ცხოვრობდა რა ფეხბურთელებიც რო გამოდიან ახლა ყველა მაგრად ცხოვრობდა აი ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლი დიელო ორერა ანსამბლი 75 აი ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით ბასილაია ივერია არაფერს არ იკლებდნენ ეგენი მათთვის მართლაც მაგარი სამოთხე იყო და რაც უდათ იყვნენ ეგ ხალხი როცა კოლაფსი მოხდა და პირველი დარტყმა მიიღეს ვინც ვერ გადაეწყო და ახლა ყველა სხვა ვერ დასვამდე იქ რაღაცა იმ პარლამენტში და თანამდებობებზე ეგენი გემზე დასვამდნენ თემ სოფლიოს მოვლენიდან სიმღერით აი ორერა სრულით ბარძიმაშვილის ამბა აი ეცე რას გულაობდნენ თეატრალებიც გონიათ ზუსტად ცხოვრობდნენ მსახიობები საღამოს გულაობდნენ მე მაგათ ყველაფრის უფლება ჰქონდათ
მორალის თავისუფლება, ვინ ვისთანაც გინდა იცხოვრე, ვინ რამდენი ცოლიც გინდა გამოიცვალე, მაგ ხალხს შემოქმედების ხალხი. პრობლემა კი არ ქონდათ, მაგრამ მაინც უწუნებდნენ, იცი უცნაურია. წუწუნის მიზეზი იყო საზღვარგარეთ რომ მოგზაურობდნენ, უყურებდნენ საზღვარგარეთი ახრა მაგარი. ამ დროს მათ არაფერი არ აკლდათ. არც სახლი, არც კარი, არც მანქანები ყოველთვის რიგში ეგენი იყვნენ, სუმაგად გამოქონდათ მანქანები და ყიდიდან 4 მაგათ. დილით ესე იგი 12 საათზე დგებოდნენ, თეატრში მიდიოდნენ, რეპეტიციები, მაგრამ ხელფასი მოჭრილი ქონდათ. არაფერზე არ ზრუნავდნენ. წიგნი გამოიცემოდა, არ გამოიც ხელფასი მაინც გეძლეოდა. თუ გაიყიდებოდა იქიდან რაღაც კაპიკები იყო და ყველაზე მაგრად ცხოვრობდნენ ეგენი. ამას ვერ ვიტყვი მუშებზე, ისინი ცხოვრობდნენ, მაგრამ ფიზიკურად დატვირთულები იყო, ვერსად ვერ მიდიოდნენ, უცხოეთში არ უშვებდნენ. თუ არიყავი, თქვათ ესეთი გემირი, შრომის გემირი, ესეთი კომუნისტური გაგებით. ფაბრიკა, ქარხნებში საწყლები იტანჯებოდნენ, თუმცა ძლივს მიათრებდნენ ოჯახებს სოფლიდან ჩამოსული ახალგაზრდები, მაგრამ მწერლები კაცო 616 მწერალთა კავშირის წევრი იყო. მწერალთა სახლი ჰქონდა, სპეციალური სახლს იშენებდნენ, მხატვართა სახლები იყო, ერთად ცხოვრობდნენ. დედა რას გულაობდნენ, მე მგონი გაგიკვირდა პარი. აი გეუბნებით, არც ერთ სახელმწიფოში არავინ, არც მწერალი, არც შემოქმედი ესე არ იყო როგორც საბჭოთა კავშირში. აქ იტანჯებოდა კონცერტი, არ ჩაატარე, ფული არა გაქვს. იქ კონცერტ ჩაატარებ, არ ჩაატარებ, ცხოვრობ რა. დაშტრიკინებდნენ, დადიოდ თან ბარიგობდნენ თან პარალელზე. აქ კიდე შეერიკვდებოდა მწერალი. გამორიცხულია თუ იგი მისი წიგნი არ გაიყიდებოდა, მის საქმე დამთავრებული იყო. მან კიდე მწერალთა თუ ირაკლი აბაშიძის წიგნი არ გაიყიდებოდა, ეგ არ იყო პრობლემა. არც იყიდებოდა. იმას ყველაფერი ქონდა. იმიტომ რომ პარტიული წარმომადგენელი იყო პარტიისა და დაფასებული კაცი იყო, სულ დეპუტატი იყო. აი მწერლების თითქმის 90%. ხელოვანი ხალხის, მე უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორები, ყველა მაგრად ცხოვრობდა, რა ვიცოდეთ. აი მე მახსოვს ყველაფერი მახსოვს, კაცო, ისე კი არ ვიძახი რაღაც იმით, რაღაც ხაბრით და რა მოხდა ახლა კოლაფსის მერე. აი ყველაზე მაგარი დარტყმა მაგათ მიეცა. აი ჩავარდა ყველაფერი. აი საერთოდ აღარ არის შემოქმედება. დამთავრდა. აღარავის აღარ ჭირდება. აღარ სუხიშვილები ჭირდება არავის. აბა არის ახლა მუდმივი გასტროლებზე და რო დადიან ესენი და კონცერტებს ადატარებენ და შემოსავლები თუ აქვთ იქიდან. არაფერი. სპორტსმენები იძულებული არიან გარეთ გაცვიდნენ და გარეთ აკეთონ ფული. ეგენიც გასტერბაიტერები არიან სპორტსმენები. აბა მათ ფულს ვერ გააკეთებ ახლა. ხო, და საბჭოთა კავშირში ფეხბურთელი ძალიან დაფასებული იყო, მოჭადრაკე, ხო, თუ მაღალი მასზე ახვიდოდი, სპორტის ოსტატი, დამსახურებული, უკვე დეპუტატიც იქნებოდი. არაფერს არ აკეთებდნენ, სახლები მაგარი ქონდათ, რემონტები, უცხოური, ავეჯით გამოტენილი. რუსთაველის თეატრი დაწანწალებდა ყველგან და ნეტა ვისრეშმაკათ უნდა და ამის სპექტაკლები და ჩვენ კიდე გვატყუებდნენ რომ გიждდებოდნენ ჩვენზე. რაღაც ახლა საელჩოებში ხალხი ბევრი მუშაობდა საზღვარგარეთ კომუნისტური ქვეყნებიდან და იმათ ჩამოსვლა ხო არ უწევდათ საქართველოში. აი მათთან მიდიოდნენ და ჯამბაზებით დარბაზს დაიქერავებდნენ და ესწრებოდნენ ესენი. ძირითადად ეს შემოქმედებით ხალხი ართობდა საბჭოთა ყოფილი კომუნისტური ქვეყნების საელჩოებს ქვეყნებში გაფანტული რო იყო და ცოტანი კი არ იყვნენ. წარმოიდგინეთ რამდენი კომუნისტური ქვეყანა იყო. საელჩოები ხო ყველგან იყო. აი ესენი ესწრებოდნენ მოხსნილ დარბაზში, რომელსაც ფულს იხდიდნენ საელჩოები. ჩვენ კიდე იდეოლოგიის პროპაგანდით გვაჯერებდნენ რომ რა მაგარი ცხოვრებაა ჩვენ და ტაში მქოხარეტაში. აი ეს ხო სუტყვილები იყო. აი რა წარმოჩნდა რო ტყუილი იყო. გაიხსნა ყველა. ეხლა ხო ხვდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებს. სად არიან ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლები? სად არიან? და გვაჩვენონ შექმნან. იარონ ახლა კონცერტებზე. არა, ის საბჭოთა კავშირის იდეოლოგიას ემსახურებოდა და აფინანსებდა მაგას. და არ იყო დამოკიდებული მისი ხელფასი მის კონცერტის შემოსავლა არც ფირფიტების გაყიდვაზე. თუ რამე გაიყიდებოდა, რა თქმა უნდა, პროცენტებს მთავრობა აძლევდა, მთავრობის დამკვეთი მთავრობა იყო, გამოვიდოდა ფირფიტები დიელოზე, ივერიასი, მართლა იყიდებოდა. და იქიდან ყველაფერი მთავრობაში რო შედის საგა ბიუჯეტში გინაწილებდნენ პროცენტებს. რა გინდათ ახლა ამათ ეგონათ მაგარი მომღერლები იყვნენ. ხო და კოლაფსის მერე რა მოხდა? ვოკალური ანსამბლები აღარ არის. სამაგეროთ არის ფოლკლორი და ფანოხი და ესე დიპლიპიტოები.
რომელსაც მოსახლეობა თვითონ აფინანსებს, ხომ? რესტორნებში თუ ჩაიწერენ ამ სიდებს იყიდიან და აგერ ზოგიერთებმა სული მოითქვა. აგერ YouTube-იც ამოეშველა იგდებს. ახლა დათო კენჭიაშვილი ამერიკაში დადის გასტროლებზე? აი ეს ანსამბლები, ან ის ნაყაურები საფრანგეთში აგიჟებენ ფრანგებს? თუ მეიწევს ისევ ქართველი გასტერბაიტერები ერთ დარბაზში შეიყრებიან და საწყლებს რა იქნა რა იქნებათ არაფერი. სასტუმროს ფული არის საჭირო სასტუმროში და ამდენი ხალხის გადაადგილება, გადაქვეყანა ფული ღირს რომ აჭამო ასვა. შემოსავალი კი რა არის? ამდენად უნდა გაყიდო ბილეთები ისრაელში მაგათ უნდა ნაყაურების მოსმენა ეხლა ფრანგებს, გერმანელებს და ამერიკელებს. როცა ინტერნეტშია ყველაფერი. აი ცოცხალ კონცერტს ახლა ფანდურის დავესწრო ახლა ცოცხალი კონცერტი და ჩანაწერი სტუდიო რა განსხვავება არა? ეს ხომ არ არის ის მუსიკა რა, აუცილებლად რომ დარბაზში სპეციალურ დარბაზში უნდა ცოცხალად მოусმინო. ხედავთ, აი ახლა კი შემოქმედებითი კოლექტივი საქართველოში მკვდარია. ყველა ესენი ბიზნესში წავიდნენ, ფულის კეთება მოკლედ, ბიზნესი საქართველოში არის, ფული სხვადასხვა საშუალებით გავაკეთო. აი ახლა რას აშენებს საქართველო? არც ერთი პოლიტიკოსი ამას არ იძახის. რა იდეოლოგია, რა გვინდა განათლება, რა სწავლა, ხო გადავედით ახალზე. აი კაპიტალიზმი ვიძახით, იდეოლოგია რა არის კაპიტალიზმის? ფულის კეთება? მოპარვა? ვერ მიტაცება? ჯო განათლება რა გვინდა მეთქი ვერ გავიგე. კარგი სისტემა კაპიტალისტურია, მე მისი შესატყვისი განათლება ხომ უნდა გქონდეს უნივერსიტეტებში. აი ესეც არ არის. ისევ ინერციით არის საბჭოთა განათლება. მარქსიზმ, ლენინიზმ ისწავლება კაცო ისევ რა. პედაგოგები ეგენი არიან და ახლა ლევან ბერძენიშვილი ახლა რა უნდა გასწავლოთ ლევან ბერძენიშვილი? ზღაპრებს ყვება უნივერსიტეტში. ზიან იქ გოგონები, რომელსაც არაფერი არ გამოადგებათ ეგა. ამას სახს წამოწეკით და წაიკითხეს წიგნი რა. როგორ შეიძლება 5 წელი ფული გადაყარო მაგაში, ამ კაცს მოусმინო. ვისაჭკო აქვს, თუ მოსმენა გინდა უფასო თუ სმენ ინტერნეტში. ნუ ინტერნეტი იყიდი ფოთს გადაიხდა და უსმენვად. რა თქმა უნდა ქსიარული. და რა უნდა ისწავლო კიდე. აი რა უნდა გვასწავლო სამან, არ მისმის რა. და რა კარგად ცხოვრობდნენ თქვენ არიცით რა. ბიჭო რა, აი სოფლებში ცხოვრობდნენ ეგენი. მე რო გამოდიოდნენ, ხო იცი როგორ გვაბოლებდნენ, რომ მიშველაძესნაირი ხალხი რა დასავლეთი რა, როგორი კაპიტალიზმი არის და როგორი სიდუხჭირა და ჩვენთან რა მაგრად ცხოვრობს ხალხი. თვითონ კი მაგრად ცხოვრობდნენ. ერთობოდნენ თეატრში თეატრალები, მათი შვილები. აი ხლა არ იწყვეტა თეატრალურ ინსტიტუტში ვინ მიაბარებს? არ იწყვეტა თუ ინერციით კიდევ ტყუდება რომ დაამთავრებს მერე ტირის. ხო? აი რა უნდა გადაიღო? რა უნდა დადგა ისეთი რომ ოჯახი შეინახო. ახეთ მაქს ფეროს როგორ დაერხა? იმიტომ რომ მარქსიზმში შემოქმედებას როლი ჰქონდა, დანიშნულება ჰქონდა და ისინი აი იდეოლოგიის გარკვეული აგიტატორები იყვნენ მხატვრულ ფორმაში, თეატრი იქნებოდა, კინო იქნებოდა თუ წერლობა. და ამით რა თქმა უნდა დააფინანსო ეს ხალხი და აფინანსებდნენ და თან ძალიან კარგად ცხოვრობდნენ. მწერალთა კავშირი მოკლედ სახლს დადებდნენ ფულს და დაიშენებდნენ სახლს და მწერლები ცხოვრობდნენ იქ. აი ახლა რო ვადარებ იმას, საწავიდა ეგ ხალხი, რას აკეთებენ, რას წერენ, რისთვის წერენ. კარგი დაწერე, ამით თუ ცხოვრობ, რო და გაიყიდა შენი წიგნი და მწერალი ყოველთვის არის დამოკიდებული მოსახლეობაზე და მისი ნაწერები იყიდება და ეს ცხოვრობს მარტო ამით და უზრუნველყოფს ამ ჰონორარით, ხო, აღებული ჰონორარით ოჯახს. იცით ესეთი მწერალი საქართველოში? სხვა შემოსავლები რო არ ქონდეს. ასო ამერიკაში ვერ ცხოვრობს მწერალი მწერლობით, ხო იცით რო ეგრეა. აი საბჭოთა კავშირში კი მწერლები მაგრად იყვნენ რა. არა მარტო მწერლები კაცო, შემოქმედებითი ყველა კოლექტივი რა. აი ვინც იყო ასე ოფიციალურად სახელმწიფო რანგში აყვანილი, აი ეს რო ჩამოთვალე დიელო, ორერა, რერო, ან 75 დაყრილები რო იყო, დარბოდნენ გასტროლებზე, საბჭოთა კავშირის ფარგლებში, სოფლიოს ფარგლებში, ჭრიჭინობდნენ, დარაყუნებდნენ, დადიოდნენ. და ეგონაც ესე რაც კიკაბიძე მიჭრიჭინა. ბიჭო ეს უნამუსო რო ჩამოვიდა და საბჭოთა კავშირს აგინებდა აი ესეთი უცხოური ადამიანები იცი როგორ მიყვერს. კი ან კიდე ლანაღოღობია ამებმა იცი რა დრო გაატარა ლანაღოღობერცე. ეს გამოდის გამიგდა მელაპარაკება
იცი საბჭოთა კავშირის უვარგისო მე თან ჩვენნაირ ხალხს ველაპარაკები. მე რას მელაპარაკები აკა? მე შემიძლია ვთქვა რომ მართლაც უვარგისი იყო, მაგრამ შენთვის უვარგისი იყო. ჩემთვის ვთქვათ, იტყვის ჩვენნაირი ხალხი, თუმცა მაინც თავის შევიკავებ, უვარგი არაფერი არ მქონდა, არსად არ მიშვებდნენ იტყვის ჩვენნაირი ხალხი. მაგრამ შენ რა გაქვს სასაყვედო რომ მე ვერ გავიგე, რას გვატყუებ აქ? შენ გულაობდი, ტვინს გვირეცხავდი, ვაჯერებდი რომ დასავლეთი არის საზღარი ქვეყანა. ეხლა გახდა კაი ქვეყანა დასავლეთი? მე ხო ყველა მახსოვს ეგ ხალხი. აი ეხლა რო არიან 80 გადაცილებულები. არაფერს არ იკლებდნენ ხალხნოიგანი, მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები. მეტი და მეტი უნდა ადამიანი ხო ვერ ცხება. 24 რო შექმნეს ეს მანქანა 24 რო 11 ამ პირველი მაგათ ჰქონდათ. ფეხბურთელებს დაურიგებდნენ თუ გახდებოდნენ ჩემპიონები, თუ არა და მაინც აძლევდნენ. ხელფას აძლევდნენ, დაგულაობდნენ, ნაკრები გადიოდა საზღვარგარეთ და ტურნეს მართავდა და შემოიარეს მსოფლიო ფეხბურთელებმაც კი. აი ახლა სად არიან ახლა? თანაფეს არ აკეთებდნენ რა იყო რომ პარალელზე უნივერსიტეტის პარალელზე ამთავრებინებდნენ და იურიდიულ დიპლომებს ჩააბარებდნენ, ფეხბურთს რო დაანებდნენ თავს, დაუნაწილებდნენ რესტორანს, რესტორნის დირექტორობა, მეხინკლის დირექტორობა, ან კიდე ინსპექტორობა, პოლიციის უფროსობა, ფეხბურთელებზეა ლაპარაკი. ეს იყო საბჭოთა კავშირის რომელი წლები იცით? 60-დან 80-ის ჩათვლით. მაგ თაობას და არ ვიძახი 10-იანი წლები, 20-იანი წლები, 30-იანი წლები. მე ვაპარაკობ კომუნიზმი. ამათვის მაგარი კომუნიზმი იყო, მათ შექმნეს. ხოლო ეს 20 წლიანი კომუნიზმი იყო. 20 წლიანი კომუნიზმი. აი მაგრა იგრიალეს რა. რა იგრიალაც ისეთ ვახარაძე? ყველანაირად, აი გაახარა ყველაფერი. სასქეს ორგანებიც გაახარა რო იცოდეთ. რამდენ ქალთანაც უნდა იმასთან კოტრიალობდა? რამდენი ცოლი წავდა, იმდენი იმასთან იყო? თავზე აგებნევათ რა. ბოლოს სოფი კოჭიაურელი ასაკში მოუშტინა ორივემ და იქ ხო ხალხს არ ენახათ, ჩვენ უბანში დაწანწალობდნენ თალაკვაძეს სახლში, ჩვენთან ცხოვრობდა გიგოლა ზეით. სოფლიო კი შემოიარა მაგან კომენტატორი ფეხბურთის. იცით რა მაგრა იყო? აი გენი იყო ჭრიჭინობელასავი. ატიოდენ გულობდნენ და ამათი აზრი ახლა დასავლეთზე სწორი იქნებოდა? აი მაგ გამოგვათაყვანეს ჩვენ რო იცოდეთ. ხალხი რო გამოათაყვანეს და განსაკუთრებით გამოათაყვანეს კოლმეურნეები და მუშები. აი მაგათ აქვს ახლა პრობლემა. წაართვეს მიწები, წაართვეს ფაბრიკა ქარხნები და გადაყარეს საზღვარგარეთ. და თვითონ კიდე თავიანთი შვილები პარლამენტში დასვეს. ან ნათესავები, ან ბიძაშვილები და ეხლაც ასეთ ისე მოერგნენ ცხოვრებას. აი როგორც არის აგერ მზიურის წევრები. თამრიკო ჭოხონელიძე, თამარ გვერწითელი ესენი. რა გონიათ რა მეაკლიათ? იცით რა იგულავეს ამები მათ? ამათთვის ეს ხალხი რო გამოვა და აი ახლა ახალგაზრდებს ეუნება, იცით რა საზღარი იყო საბჭოთა კავშირი, ეს აკოთებულები ესენი რა. ეუნება ახალგაზრდებს რომელსაც იქ არ უცხოვრიათ. და ასე დეგენერატებს რატო უნდა დაუჯეროთ? ესენი გამყიდველები არიან. ამიტომ საქართველოს პრობლემა იცით რაშია? აი ესეთი ხალხი როა სათავეში ჯერ კიდე. რომლებიც უმადურობი არიან, მოითმეს ხელი საბჭოთა კავშირში, ეხლა გაკაპიტალისტენ და ახალგაზრდებს აჯერებენ, რომ ჩვენ ცხოვრობით გავსაძლეს მდგომარეობაში. და ჯერა მაგალითად ნიკოლოზ მჟავანაძესნაირ ხალხს მე მგონი, ხო? და არანაირად სწორი არ არის ეგა. ოქროს ხანა იყო კაცო ეს მჟავანაძეს პერიოდი მაინც და მე რო გადამოდის აქეთ განსაკუთრებით შემოქმედი ინტელიგენციის ყველას დარგში. როგორც გითხარ, მხატვრობა, მოქანდაკეობას, რას ლაპარაკობთ, იცი რა გულაობა მიდიოდა? საზღვარგარეთში ყოველი დაწანწალებდნენ სოყველა რა. ჩუმად პარტიის ლიდერებიც დადიოდნენ. და ასე ნელ-ნელა ლიბერალური მასში გადავიდნენ, გაკაპიტალისტდნენ და მოემზადა ეს ხალხი, იცოდნენ რომ საბჭოთა კავშირი უკვე რუსები ვარს იტყოდნენ, პარალელურად რუსეთშიც ეს იყო. და გადავიდნენ. და ვინ მოყვა ამა? გადაბრუნებული მანქანა საიდანაც გამოძვრენ? მოყვა ეს ხალხი. მუშები, გლეხები, კოლმეურნეები. თან აომეს ის არ მოწონთ რო აომეს, ვისთან ვერ გაიგებთ. ერთიან ძმური ოჯახი ერთმანეთს გადაეკიდა, ოსები, აფხაზები, ქართველები, ერთმანეთს გადაეკიდნენ. და გასკდები გულზე რომ ნახავ რომ მინაზის პარლამენტში ახლა თან ბიძინა ივანიშვილი რა. ეს საბჭოთა ზეინკალი. ბიძინა ივანიშვილი კაპიტალისტა, კომუნისტი კაცი რა. ეს კომუნისტი იყო ხალხო. ეხლაც კომუნისტია. და საქართველოს ბიძინასტანი დაერქვა.
გურჯიტანი კი ბიძინასტანი. მაგისია ქვეყანა. და მე ისე გადააგდეთ და თან კიდე მაგის ცნობიერება აქვს ბევრს რა. ვინც ზის ახლა პარლამენტში გონიათ ის არის ცნობიერება გამოცვლილი? არა რა თქმა უნდა. ასე რომ კრიზისი გაგრძელდება ქართულ სივრცეში და ნელ-ნელა ეს დასასრულისკენ მიდის. საბჭოთა საქართველო სულ ზღაფავს. ხო გითხარით ვერჯერ? ეგ ისევ საბჭოთა საქართველოა. საბჭოეთის გარეშე გაუგებრობა არის მაღალი დონის, მიბაძვით არის ახორხლილი, დახორხლილი და არის რაღაც აკოკოჩებული სახელმწიფო. ეს ინერციით გრძელდება საბჭოთა კავშირის სოციალური სისტემა მოირღვა და საბჭოთა ცნობიერება, საბჭოთა ეკონომიკა კაპიტალი. და მისთვის ეს ამეება მოიჯდნენ და არიან გულაობენ რა. ამიტომ მოკვდა მათ შემოქმედება. არც ოპერა არის, არც მუსიკა არის. ვერ იცხოვრებ რა, გამორიცხულია ახლა ოპერიც მომღერალი როგორ იცხოვრებს მანდ. ვის რა ჯანდაბათ უნდა ახლა კონსერვატორიაში შეხვედი, გამოხვედი და ვთქვათ არფის ხელოვნებას ეზიარე. ვის რა თუნდა ეგა? მართლმადიდებლობაში უნდა საყვირი უკრა? ამიტომ იძახი, რა აზრი აქვს კონსერვატორიას? აი კაპიტალისტურ ქვეყანაში რა აზრი აქვს სამხატვრო აკადემიას? აი ამ უნივერსიტეტის იმ დარგებს როგორც არის ისტორია, ფილოლოგია, აი ფილოსოფია. რა აზრი აქვს მაგას? რას აშენებთ? რა შენდება ხალხო საქართველოში ვერაფრით ვერ გავიგე? და კაცი შულმა ვერ გამაგებინა, არ შეიძლება ისაუბროთ მაგაზე. რა საჭიროა უნივერსიტეტები? ვიცი რა საჭირო იყო საბჭოთა კავშირში. მაგრამ ვერ გავიგე რა საჭიროა ეხლა მანდ. ყოფილ საბჭოთა კავშირიდან რუსეთი და თქვათ საქართველო ეს ორი ხო? ერთად რო იყვნენ. ის სადმედის, ეს სადმედის ჩაბმული არიან ერთად, არ არიან. და აგერ ზეინკალი, აგერ ფერშალი შეიცვალა ზეინკლით. შევარდაძე იყო ფერშალი. ხო, ისეც გაუნათლებელი და ძალიან ისეთი უწიგნური რო იცოდეთ, პირდაპირ გაგებით ვიძახი. არ იყო საჭიროება ამის, თავარი იყო მორჩილი იყო კრემლის მიერ. და შევარდაძის მემკვიდრეები აგერ კაპიტალისტდნენ, თავისი ოჯახი, თავისი სიძე, მისი ახლობლი წრეები. ზეინკალი ბიძინა ივანიშვილი ეს ედვარდისტია. შევარდაძესთან დაახლოებული პირი და მემკვიდრე არის ბიძინა. ამიტომ დაერქვა მას ბიძინასტანი. ხო და ბატონო მაგ ერთი კაცის ქვეყანა არის ეს და ესეთი ის დაითესა საბჭოთა კავშირში. მარქსიზმი, სატანიზმი, მატერიალიზმი და გაკაპიტალისტებული ეს ვიგინდარები. და ამას მხარს უმშვენებს კომუნისტი მღვდლები. აი ყველა ასაკოვანი მღვდელი ყოფილი კომუნისტი არ ვიცოდეთ, სხვანაირად არ შეიძლებოდა. ყველა აღრიცხვაზე იყო. ახლა არ არის ტრაგიკული ის რომ კომუნისტი მღვდლებთან თქვენ აღსარებებს აბარებთ. როდის გაგენათება თავი და როდის მიხვდება ამას ქვეყანა, როცა უკვე ურემი გადაბრუნდება, გზის გამოჩენას რაღაცა, გზა გამოჩნდა. სანამ გადაბრუნდება არ უნდა დავინახოთ. ხო და ეს ურემი არის საქართველოს ქვეყანა, სახელმწიფო. აი ეგ რო გადაბრუნდება, მე ყველა დაინახავს რომ გზა აგერ გამოჩნდა რა. ეხლა ვერ ხედავთ გზას, საერთკენ მიდის ეს სახელმწიფო ურემი. მეურმე როზის იქა და პარლამენტში რომ მეურმეები ზიან და შეგმული არიან ამის ბიძინას უღელში. აი ეს როდენდე იქნება ხალხო ეს აი ეს როგორ უნდა შეჩერდეს თუ არ გავაანალიზეთ ესა და მიზეზებზე არ ვისაუბრეთ. ამის გამოსწორება როგორ შეიძლება? ინერციით ისე საბჭოთა ინსტიტუტებია. გამრავდა, დაირქვეს ფასიანი და ასწავლიან რას? რა ისწავლება ხალხო ეგა ვის რა შემაკათუნდა ეგა? პროფესიები ნული. იმიტომ რომ საქართველოს დაიპყრო უფრო დასავლეთის ტექნოლოგიამ. განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგია, კომპიუტერმა. დამთავრებულია რა, ქვეყანა დაპყრობილია. მოხდა საქართველოს ოკუპაცია დასავლეთის ტექნოლოგიური ციფრული მიღწევებით. ინტერნეტმა საერთოდ ოჯახები რა დღეში ჩააგდო, ნახეთ. და მუქთახოვრად აქცია ერი, მათხოვრად, გამათხოვრა. ინტერნეტ მათხოვრობას უკვე არც სხვენიათ დაადგნენ ჟურნალისტები, დაადგნენ პოლიტიკოსები, საბაკო ნომრებს დადებს კონსერვატორია, დაადებს მარტინენკოს ჩაურიცხეთ ფულები. დედიმისის ახლა ამას უგზავნეთ კიდე ფულები. რამ ვინ დაგწყევლათ გიждები რა, ამ უნამუსოს რო დაწერს იქა ესენი რასაკეთებენ ისეც რომ აი ეს ამათ ფულები უგზავნოთ. გამაგებინეთ ერთ, რატო უნდა გამოგიგზავნოთ? სიბრძნეებს ლაპარაკობ, აი მარტინენკო, მახარაძე, ორი მარტინენკო, ის არის საერთოდ გაქრა მაგათი ვითომ ლიდერი რო იყო, ხო, მორგოშია.
კარდავა, აი ესენი რას იძახიან ისეც რომ უნდა დააფინანსო რომ ამათი ის იყოს რა ქვია მაუწყებლობა. რა თქმა უნდა ინტერნეტია. რას იძახი სიბრძნეს? რას იძახი ახლა იმისთანაც? ხალხია ქუჩაში არ აყუნა ზეითქვეით ამეებმა. და მოგისმენთ ესენი რებს ბოდავენ? და დაბლა არის ცით თელი ისენი როა მისამართები სადმე ჩარიცხოთ ფული? ნეტა ის დებილმა ჩვენ ამათ ფულს ვინ ურიცხავს? ხალხო გადასარევი ხალხი ხართ რა. აფინანსებთ სისულელეს რა. გადასარევია პირდაპირ. აგერ პარალელზე როცა არის დაფინანსებაზე ისეც გადავიდა პროფესორ მასწავლებლებიც უკრაინისთან. აი ეს რო არის ანდრეი ბაუმესტერი. ეს კაცი რო გადავიდა დაფინანსებაზე. ჯერტეს უნივერსიტეტში აღარ არის ომია. ამ კაცს ერთი ჰობი აქვს წიგნის ყიდვა. იმისთვის ხო ფულია საჭირო. თან ყველანაირად აი კეთილსინდისიერად ინტელექტუალურად მუშაობს, არ სპეკულიანტობს. ამიტომ მას არხი აუკეთა ვიღაცამ და დაადო ფასები. ეხლა არის კითხავთ რას აკეთებს და მართლაც. აი ზის თავის ოთახში წიგნებში და ერთად ვისაც აინტერესებს ვიკითხოთ თქვათ მარკუს ავრელიუსთან მოყოლებული თქვათ დოსტოევსკი. ერთად ვიკითხოთ და გავაანალიზოთ. და ასეთი ინტელექტუალური ადამიანი როგორც ბაუმესტერია რაღაცას გაგაგებინებს დოსტოევსკის რომანებში. და უკვე აგ ღირს მაგალითად ტიპს ამას ფული ჩაურიცხო, რათა უფრო დამაკვალიანოს ამ ხელოვნების ამ დარგში რო შევიდე კარგად. და ის ყველანაირად სპეკულიანტი არ არის. მართლაც გულწდებს მაგაში. და გარკვეული, ახლა საიდან ვიცი, გარკვეული რეკლამას აკეთებს, რომ იქით გახვიდე. მოусმინე იმ რეკლამას დოსტოევსკის ეშმაკებს ზე რო ლაპარაკობთ. მე რომ ახლა ახალგაზრდა ვიყო, გამიჩნდება სურვილი, არ არის გადაყრილი ფული, რომ შევიძინო რა უფრო მეტად, მაგრამ მე ახლა ასაკში ვარ, გავლილი მაქვს ეს ყველაფერი და ჩემთვის ეს უკვე ისეთი ინტერესი აღარ არის. ჩემთვის ინტერესი აღარ იცავს, იმიტომ რომ მე თვითონ დამოუკიდებლად უკვე შევდივარ ამ ნაწარმოებებში და იქით შემიძლია თქვათ ალტერნატიული თქვათ აზრები გავაჟღერო. მაგრამ საინტერესოდ ლაპარაკობს. ხედავთ, აი ესეთი რამეც არ არის საქართველოში რა. და მარტინენკოს ფული აზე ჩაურიცხო. რა ვინ არის ეს სოფელო კაცი ხო? გვარ გადაკეთებული ხალხი. რას იძახის ახლა კონსერვატორი დაირქვე ხლა, ამიტომ ფული გიხადო. და აი ბაუმეისტერი რო ლაპარაკობს. აი ასე თუ ისე გაზიარებს სიტყვებს აგიხსნის ეტიმოლოგიას. მარკუს ავრელიუსის ფილმებში ეს ბაუმეისტერი გაგაგებინებს პირველი წიგნი რა და ერთად ვიკითხოთ. წიგნი ხელში აქვს, შენც კითხულობ ინტერნეტის მიღმარო ხარ და ანალიზს აკეთებს. შენც კონტაქტში შედიხარ, გამიგე და გასავლის დაუსწრებლად. თან სურვილი თუ გაგინდა, აგერ გადაიხადე, შედი და ხარ მასთან და ის არასოდეს არ მოგატყუებს რა. გულწრფელად არის ამ საგანთან. უყვარს რა კაცს. ხედავთ, აი ესეთი კაცი რო გადადის ფასიანზე, ამას მე არ გავაკრიტიკებ. არჩევანი არ გავაკრიტიკებ. იმიტომ აბა რითი არსებობს კაცმა ეს ინტელექტია მისი. და თან შენ ხო იძენ ის ყიდის ინტელექტს. შენ ყიდულობ ინტელექტს, რომელიც კი არ დაგანაგვიანებს, ცოტა ჩაგახედებს და გაგიფართოებს თვალსაჩინოს. არ ღირს ამაში ფულის მიცემა? აბა როგორ გინდა კაცო? ამით კიდე იმას ვეხმარებით. წიგნი იყიდოს და კიდე გამაგებინოს რამე. თან კიდე არ გამატყავებს ახლა $20 და რაღაცა თუ გინდა ხო? არაფერი პრობლემა არ არის. არ იყიდოს $20 რესტორანში არ გასკადე. მაგრამ საქართველოში ვერ გამიგია, რო დააწერენ, ეს გამომიცხადე, ესა ფული შეგვინახე პარტია, აი რა პარტია ახლა ნათელაშვილის რო ამას ურიცხოთ ფული. აი რა პარტია ახლა გამაგებინეთ ოზე. იმას კი არ ვიზახი, არ ჩაურიცხოთ. არა, აი ესე არ გაიგოთ. წიგნი მიყიდია მე თავად. ბილეთი ამიღია. გამხარებია, მაგრამ იქიდან რაღაცა წამომიღია. აი წიგნი მიყიდე და მისი ამოვნებია, არ დამნანებია. არა, პირიქით, კარგია, მადლობა, რომ ესეთი, აი ესე არ გაიგოთ რა. ხო, აბა რა ქნას იმ კაცმა? ხო, მინდა უნდა ვიყიდო. და არა ის, უფასო, ყველაფერი უფასო? ყველაფერი? აი ნაგავს ფასი რატო ადევს ამაზეა ლაპარაკი. ნაგავი შემეცნებაში ამას რატო ყიდი? ნაგავს რატო ყიდი? და ახლა ის კაცი როცა ასეთი ადამიანი სხვა შემოსავლელი ქონდეს დარწმუნებული ვარ, როცა იგი უნივერსიტეტში ასწავლიდა ხელფასი ღებდა, ფასიანზე არ იყო ამ ბაუმეისტერზე, უფასო იყო ყველაფერი. ის არხები ყველაფერი უფასო იყო. მიინგრა ყველაფერი და კაც გარჩენა უნდა ხა თოხს ხوار დაიჭერს ხელში პროფესორი კაცი.
მოირტყამ რა ფეხში არ არის მაგის აუცილებლობა. ეს ისწავლა მან ხო იგი აზროვნებას ასწავლის ადამიანს. შესაბამისად თავის გადარჩენისთვის მე მგონი ძალიან კი გაუჭირდებოდა მაგ გადასვლა ეგეთ ტიპი არის ეგა უბრალოდ ცხოვრობს. ალბათ ვიღაცამ უთხრა გინდა არსებობა მე ვიქნები შენი პატრონი და რაღაც წილში ჩაუჯდებოდა. თორე თვითონ კი არ აკეთებს რამეს. ეს წიგნთან არის. და პატრონი ყავს აი ამერიკა რა ამერიკის შევიდა იმ ქსელში გამიგე და იქ რაღაც პროცენტს ისინი იღებენ. ამას კი უამრავი ხალხი ყავს. ხო, ახლა რუსულენოვანი რამდენი იქნება მსოფლიოში? და ამი რა გარკვეულ კურსებს თუ გინდა ძალით ხوار გათრევს. აი საქართველოში მეთქი კიდე აი პარალელებს ვავლებ. ეს კიდე გამართლებულია. თუმცა რეზო ბაქრაძე თქვა სანამ აი ტალახში არ გავგორდები, მანამდე არ ვიტყვი რომ ისა ინტელექტი გავყიდო მეთქი. ხო, ყველა ხوار იქნება ჩემი სტანდარტებით არ შეიძლება. სანამ მე აი მაგრა აი სულ აი ლუკმამპური ეგეც არ ვიცი. აი მე შეიძლება მოგზალებითა თქვა რა ვქნა მოკლედ ინტელექტის გაყიდვას არ დავიწყებ და ღმერთი არ ჩამაგდებს მაგ მდგომარეობაში ხო ჩვენი სტანდარტებით ხوار უნდა მიუძღე ხლა ბაუმეისტერს ხომ უნდა შეინახოს კაცმა თავით ვიგინდა რა ყიდეს სისულელეს და ეს კარგს პროდუქციას მაინც ყიდეს სად დამპალი პამიდორს რო ყიდეს ტიპი $10 და იგივე $10 იყიდება საუკეთესო და ხალხი რო დამპალ პამიდორს ყიდულ ილუსტრაცია ესე იგი შემეცნებაში უნდა გაარკვიო დამპალ პამიდორს კი ხვდება ადამიანი და მაგრამ იმაში ვერ ერკვევა შემეცნებაში ეს უვარგისი რაღაცას რო ყიდეს რა აი და მოტყუებულია აქ ჭირდება ჩვენ ადამიანები ხო და არ უნდა იკადროს ადამიანმა შენ არ უნდა იკადრო რო ყიდი ამას შენ მაგარი რამე ესა რა ჩამოეკიდე ამ ხალხს ან პოლიტიკაში ახლა ადამიანარჩინეთ რატო უნდა გადაგარჩინოთ რა რომ მოხვალ სათავეში რას გამიკეთებ ან რომ მოხვალ კი სათავეში შენაირი ბარახლო ხალხი და ერიცხება მარტინენკოს ანგარიშზე ბრიყვები აბა ხო რა ბრიყვებს რა დალევს იცით რამდენი ბრიყვია ამ ბრიყვებზე არ მოითმო ხელი მანგოია შტერმა აკრიფავს ფულებს მე გადავა იქით მიბაძა მაგას ხალხმა ნელ-ნელა მე ყველამ გაუბედა იცი იქით უცხო იქით ეს თეთა რა ქვეყანაა საქართველოს გიждები რა სინდეს ნამოსის სუმთლიანად დაკარგა ყველა არ გცხვენია რას ყიდი შენ იმისთანა შეუნამუსო რომ ჩამირიცხეთ ინტერნეტ აი რას ყიდი და ან 30 ლარი რო დაადე ახლა ზღაპრების მოყოლას მე აზროვნების აკადემიაში არაცხვენიათ ამის კეთილი სინდესიერი მაინც იყავი მოვედი რომ ამაგებინო ბიჭო ბაუმეისტერს არაფერი თავის ცხოვრებიდან არ მოუყოლია ის ლაპარაკობს წიგნზე რომ მიხარ აი დოსტოევსკი ბესი ეშმაკები ხო აი მას არ გაცდება ამ სფეროს ვარიანტი არ არის ხო მარკუს ავრელიუსი ფიქრები არ გაცთენია მე მომისმენია და იმიტომ გეუბნებით გადამოცემით არ გეუბნებით მომისმენია არსად არ ჩართავს თავის ბიოგრაფიას სადვის შეხვდა რა ფეხბურთია რა პოლიტიკა არის აი რო ვადარებ ხომ იცი ხანდახან გული ჩაგწყდა სხვადასხვა კიდე კაი ღმერთის მიერ ეგ ხალხი არის და ყოველთვის მინდა რომ მასეთ ხალხს მივბაძო მე ვიდრე მივბაძო ნაგავს ხო ასევე ბიბლიდან პავლეს მივბაძო ცხოვრებაში როგორი იყო და იეც რო იძახის იცი რა სადღაც აი იცი რა ის იმ ადგილს რომ მივახციე რომ არა რა განა ჩვენ არ გვინდა ცოლი და როგორც პავლე პეტრეს ყავს ის მაგრამ არაო ჩვენი ხელით ჩემი ხელითო რა არ მინდა დახმარება თვითონ არა აი ბიჭო გაგიჟდები რა განა ჩვენ არა გვაქვს უფლება ღმერთითო რომ ადგილი ბიბლიიდან ხო საზღაურის ღირსი არის მუშაკი რომ მუშაობს მე კალოი ხარს არა უკრავენ პირს მაგრამ მე არაო ხედავთ რომ საყვედუროდან რატო არ იღებ იმასო დახმარებას არ მჭირდება ესე იგი დაეჭვდენ არ იღებ ესე იგი კარგს არ გვასწავლი ეს რა უცნაურია ადამიანი რა ყიღა უფასოდ ლაპარაკობ ესე იგი ეს რაღაც არ არის ღირებული ბიჭო რა ცნობიერება გაგიჟდებით რა თუმცა არის ესეთი ადამიანები უფასოდ ყიდი ესე იგი არ ვარ და საგანსაც კი ან რაღაცას კი ვერ ხვდებიან რომ ეს საიდან ამოდის ნახე აბა თუ არ ვარ ნახე აი პამიდორი უფასოდ გაძლევ ძალიან დაბალ ფასში და მithumetes შემეცნება ხო და ანტიკურ სამყაროში ისინი რო ყიდიდან ცოდნას სოფისტები თუ იცით თქვენ სოკრატემ როგორ დაუპირისპირდა გახსოვთ სოკრატე ცოდნას კი არ ყიდეს იმიტომ ჯერ ერთი რამ აქვს ისეთი მე რო გავყიდო და სამაგეროდ რას აკეთებდა სოკრატესნაირი ხალხი სიმბოლო ხო აი ვინ ცოდნას ყიდიდა სოკრატე მიდის საყიდლად და სანამ იყიდიდა ბჭყალებში კითხვებს უსმევს გასაყიდი რა გაგდა კითხვებში ირკვეოდა რომ რასაც ყიდიდან უვარგისი იყო და არც იცოდნენ და გარბოდნენ ამით არ გადაარჩინა სოკრატემ ხალხი რომ ფული არ გადაყაროთ ამ სისულელებში ეს გამოგათაყვანებთ აი ეს დიალოგები არის პლატონთან ხო მაგარი რამეა
აი აქედან უნდა ვისწავლოთ, სოკრატე რატო არაკეთებდა ფულს? აი რატო? ქრისტე რატო არაკეთებდა ფულს იმ სასწაულებს მტვარს რო აცოცხლებდა? მტვარის გაცოცხლება კი არა, ამში რო კვდებოდეს, არანაირად არ გააკეთებს, არც გულც არ ეტკინება. აი დაახეთქებს 100,000, 200,000 დოლარი ოპერაცია. საიდან იშოვოს ადამიანმა? საიდან? რა სამყაროში ვცხოვრობთ უკვე იცით? ყაყანი არის კაცთა მოყვარეობაზე და არსად დეტალებში არ აჩანს კაცთა მოყვარეობა და ჰუმანიზმი. არსად არ აჩანს. ყალებივით არიან რა. მაგარი უსამართლობაა რა სახელმწიფოებშიც. და იჩაქრება ყველაზე დაბალი ადამიანი და მიეჩვია საწყალი. ასეც უნდა იყოს რა ვქნათ აბა. აი როგორც ისეუნება რა იმ ილია ჭავჭავაძის პერსონაჟი რა. რა ვქნა არა შეძდა მწყერი ხესაო. სად ჩვენ და სად წერა კითხვაო. ჩვენ თოხია ჩვენი ისაო და იმან აუხსნა მე ხო? არაო თოხიო განათლება რამე და შენ გენაცვალ და დააჯერა რომ კითხვა და წერა აუცილებელია. ახლა ის ისე იყო მოწამლული რომ იქით კამათი დაუწყო. სად ჩვენი საქმეა ახლა ჩემი შვილი ჩვენ ესე ვიბადებითო წერა კითხო. არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისიო. გახსოვთ ეგ საუბარი? ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიდან არის ეგა ხო? სკოლაში მაინც ისწავლით ამ გზავრის წერილებს, ან კიდე რაღაცას, ან კრებით რაღაცას ხო? და ყველას გემახსოვრებათ ეს ადგილი. და მაგ ადგილს რომ მიუახლოვდი, როგორ მოწამლეს ადგილობრივმა აი მართლობის სისტემამ ადამიანს რომ დააჯერა რომ შენთვის არ არის ეს ჩემთვის არის. აი ეს დაარღვიეს მე-19 საუკუნეში ჩვენმა მწერლებმა გამიგერა რომ ხალხს წერა-კითხვა ასწავლეს უფასოდ. ესე იგი წერა-კითხვის უცოდინარი ქვეყანა ვიყავით 1600 წელი. და ჩვენ რა გვაქვს სატრაბა ხო რაიმე? და პრეროგატივა წერა-კითხვისა და განათლებისა იყო თავადების ხალხმა. ზუსტად ესეთი ეხლა ცხოვრება ამათვის არის პარლამენტის წევრებს თქვენ რა ცხოვრება? მე უნდა მყქონდეს მანქანაში. შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ? არ არის შეიცვალა რა მე? არაფერი არ შეცვლა. ხო ის წერა-კითხვისა გადავიტანოთ იმაში. აი ეს არსი ხო იგივეა. აი როგორ გიყურებენ რა დამოკიდებულებაა იცი? და რატომ არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი? შენ უნდა ცხოვრობდე ბიძინა ივანიშვილი ოჯახით და ის ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს მანდ რო გადიხარ. აბა რა პატრიოტიზმია? ესე იგი წერა-კითხვა თავადებმა უნდა იცოდეს და გლეხმა არა შეიძლება მწყერი ხესა. ჩემი საქმე ეს არ არის. შენი ჭირიმე უფალო და მე ის რა გარანტია რომ არ გატყუებდეს და შენ კიდე მას უყურებდე როგორც ღმერთს. შენ შეგიძლია ეს წერა-კითხვა, იმიტომ რომ წერა და კითხვა ღმერთიდან არის. ღმერთმა მოგცა ენა, ექსურულები, ჩაგვიდგა ეს ნიჭი. აგი ყველა მიცის წერა-კითხვა. და ჩვენ ვიყავით წერა-კითხვის უცოდინარი ერი. რო გამოდიხარ და იძახით ესეთი ვართ, ესეთი ვართ. ეხლა გადაჭარბებულია, რასაც მოვაპარაკობ? ტყუილია? სიცრუეს ვაჟღერებ ახლა მე? წერა-კითხვის უცოდნარი არ ვიყავით. აბა რა საჭირო იყო მე-19 საუკუნე წერა-კითხვის გამარჯვებული საზოგადოება. მთელი საუკუნეები ხალხო და არავინ და რა გელათის აკადემია. გელათის აკადემია რო არის ის იყო გარკვეული წრისთვის. როგორც არის ახლა მაგალითად ლევან ვასაძის სკოლა არის გარკვეული წრისთვის. ყველასთვის არის? ყველასთვის არის ლევან ვასაძის სკოლა? აბა შეიყვანეთ ბავშვი იქა. ჯერ რას ასწავლის სისულელეს. მაგრამ დისციპლინა და რაღაცა რო არის და ამდენია გადასახადი. მე ეს რო გავა წლები იტყვიან რომ ეს ყველასთვის იყო? გელათის აკადემია ქონდა, ეს ქონდა. ხალხი იყო გაუბედურებული, უმრავლესობა იყო გამოჭუკებული. უმრავლესობა ეწირებოდა ამ იდიოტებს და ომიც იმიტომ იყო რომ ამ კრეტინების გულისთვის იყო რომ ღმერთი უშვებდა მტერს ჩვენ ტერიტორიაზე. და სამღვდელოებიც მაგათ მხარში ედგა. დღესაც ეგრეა. ეს გახსნილი გათახსირებული მღვდლები აპრავებენ აი ეგრეთ წოდებულ ეკონომიკურ თავადებს პარლამენტში რომ დაყრილები არიან და გულაობენ და არაფერს არ იკლებენ და ხო და ეს გავსა საქართველოს მე-13 მე-14 საუკუნის საქართველოს ჩაქოხილი არის ძალიან ბევრი სოფლები გაყრილები არიან გარეთ მაშინ არ შეეძლოთ სადმე და ძალებს სულ გამოლობენ არის ეს მოცემულობა არის აქედან გამომდინარე დავსვი კითხვა იცით ამ სასწავლებლად საქართველოში რა აზრი აქვს 200-მდე სკოლა რო არის კერძო გონი ხო კერძო რა ისავლება იქა სადმეის მანდიდან ბავშვები უნივერსიტეტებიდან რო გამოდის ხალხი ამდენ ფულს რო ჩაყრით ვიღაცა რო გაამდიდრეთ ან უნივერსიტეტის შენობებს რატო ფლობს სააკაშვილის ეს დედა ვინ არის საერთოდ ეს ქალი რას წარმოადგენს ხო საიდან შემოვიდნენ ეგენი ხო
და რატო აქვს მაგათ ეს დოვლათი, საბჭოთა დოვლათი ამებმა რატო მიიტაცეს? აი ეს უნდა იკვლევს ადამიანებმა და არა ისე არჩევნები დაინიშნება, არა პატრიოტ ალიანსი მოვიდესო. ეს აკაცო, ესენი არიან განახვეტი. ეს საბჭოთა პროლეტარები არიან. პარლამენტში საბჭოთა თავადები ზიან. პროლეტარები მინდა ახლა საბჭოთა პარლამენტში? მე იმას ვიძახი ის როგორ გარდაქმნა და თარხანმოურავი მინდა და ირმეინაშვილი და მათი ელექტორატი 70 წელს გადაცილებული ხალხი? გადასარევია ხანდახან მაგათაც მოусმინეთ რა. მიხვდებით რა პრობლემის წინაშეა მთლიანად საქართველო. აი მიზეზებზე ვილაპარაკოთ და იმ კომენტატორი რო გამიქრა დავიდოვი რომ თურმე მარტო შეფასებას ვაკეთებ და ანალიზ არა. ანალიზი არის ეს ანალიზი დაშლას ნიშნავს. აი საგანი დაშალე და გავიგოთ შიგნით რა არის და მე ავაშენოთ. ხო თუ ასაშენებთ თუ არა გადავაგდოთ. და გადაგდა შევაფასეთ, დავშალეთ, შევაფასეთ, გადავაგდეთ. და იმ ყმაწვილმა არ იცის თუ ყმაწვილი არის რა არის შეფასება და რა არის ანალიზი და რა არის სინთეზი. რა ისწავლა გამოვიდეს, გაგვაგებინოს, რას დამალულ ხართ, თუ ჭკვიანები ხართ. ბიჭო, ჭკვიანები გამოვიდეს, დაგველაპარაკოს რა, დაილაპარაკონ, ჩაწერონ, მოვისმინოთ, ერთმანეთს რაღაცები შევეხიდოთ და ვასწავლოთ. ქირდვა და სიცილი ძალიან ადვილია. გეუბნები, ქვეყანა მიდის კატასტროფისკენ, ვერა ფიქსირებს ამას რა. და ამის მიზეზები წარსულიდან უნდა გავიგოთ, საიდან და რელიგიასთან უნდა მივიდეთ. რომ დაისვით თავს ეს ყრუმღუდლები. არ იმსახურებთ განადგურებას? რა ჯენდებად გიდათ ამ უსაქმური მღვდლების გამრავლება და იარეთ ხატები, ცანთლები და სექტანტია, ის არის, ეს არის, იეღოველი ხარ. შარვა ჩახტილი რატო ხართ? აი ეს მორწმუნე ხალხი და ასე ფრთოსნები თუ ხართ და წმინდანები გიყურებთ ქვეყნიდან. შარვალ ჩახტილი რატო ხართ? გაუბედურებულები რატო ხართ? და ერთმანეთს აღრენელებით, სოფიანი ძაღლებებით რო ხართ და ეტაკებით. არა, ცითამის მიზეზი რა არის? ეხ ჩემო კარგებო რა. ანდახან დაფიქრდები ხოლმე, რანაირი ქვეყნებია ესე ირგვლივ ხომ სოფლიოში რაღაცი უსამართლობა და მითხრენ ახლა საქართველოს ერთი რა. და ფასები არ დაადეს აკა. მანგოიაშტერი დებილი ხალხით სარგებლობს. არაფერი არ აკლია რა. პლანსაც გააბოლებს, ხან კავას ჩაიცმევ და ხან იმას ისენი ჭაშალა, გონი ახლა დაკეთილი შობილი და იარა იტრიალა ხალხის რაღაც შეეტენა, ხალხის ყურადღება მიიპყრო და თურმე რა უნდა ფული გამომიგზავნეთ, აბა. დიდ ქველმოქმედად მომევლინა ეს. რაღა ივანიშვილი და რაღა მანგოიაშტერი. და მაგნაირები კიდე. მარტო მანგო არ არის, მარტო მაგნაირები. აყვერმილეთს მივამატოთ, მაგრამ იმანაც კინორეჟისორობა დაიწყო საფრანგეთში ადრე და რაღაცა ვერ გამოუვიდა. რომელი კინორეჟისორი ეგარი რა უნდა გადაეხო და აბა ჩამერიცხეთ ფული და აბა გამოყევით ინსტაგრამს, ეს ძალიან იციან. ამ დებილს უსმინე კიდე რა სიახლე არის ამაში. არა, ეს რა ვიცი ამას სწავლა რა თუნდა. ამას სწავლა რა თუნდა. ცოდვილი ბუნება კი არის სწავლება, ცოდვისგან როგორ უნდა გამთავისუფლოთ, ეს უნდა მასწავლო. ხო? და ეს კიდე ქართველობა ეროვნულობა, ჩემი სამშობლო, რა არის? ამაში დაგაფინანსო? ეგეც მათხოვარი არის. ყოველ შემთხვევაში მათხოვრობდი ახლა არ ვიცი რა არის. რა თქმა უნდა იმათხოვრებს ეგ ინტერნეტში აბარად ხათხაზე ნაკლები ახლა. მოიცათ რა. და რა ძალიან უვარგისიერი ყოფილა ქართველი ერდას წყინთ რა. ესე უნამუშობა როგორ შეიძლება ის რო არის კიდე ტაბლომედი, მაგრამ მათხოვრობა დაიწყო. ზავს აყვნენ ერთმანეთს, აბა აგე ჩემი მისამართი საბანკო, აბა TBC ბანკი, ესა მარტინენკო რაღაცა და კონსერვატორები თურმე რა. რატო გადაგიხადოთ? აი რაშია რა ხო ხარ ოთახში. რამე წიგნები გინდა, რა გინდა მითხარი? რადგან ეს ფული, რა უნდა იყიდო? წავლენ მე და თვითონ მანქანას იყიდეს, აი დაჟე გააპიპინებენ ხო? ერთი რამინა ბესაძე ფული მოაგროვებინა ხალხს მანქანაზე რომ დაკიდე და მოწყდა და ბუთოლებს შეეტენა. ეს რო ქუჩაში დაწანწალებდა. რამდენმა გაუგზავნა იცი ფული? ასეთი ბრიყვიერი როგორ ახართ ისე ამი გავგიჟდები რა. ერთმანეთს ხელს უწყობთ უსაქმრობაში და გათახსირებაში. მე რეძახით ქვეყანა არ ვარგო. არ მონაწილეობ შენ მაგაში. რა გახდა ეს მე ვერ გავიგენო? სახელმწიფოს აშენებ თუ რას აშენებთ? აი ინტერნეტმა რა გააკეთა საქართველოში. ოდა ფოლკლორი დავიდა
რაზე ხო იცი ინტერნეტში დადიან ფანდურები და რაჭყავიან იქა და აბა რამდენი შემსვლელი ყავს აბა დააყენ ახლა მონეტიზაცია და აბა 2 კაპიკი ავიღოთ მორჩა უსაქმურობა ღუბავს საქართველოს იარეთ ჭიკენჭიაშვილის ის და ღერის დაკარგულ სიყვარულზე ხო აინაღვლება ინტერნეტი უცოცხლოს ღმერთმა გადავთ როგორ ნელ-ნელა სიზარმაცისკენ მიდრეკილი ქართველები როგორ უფრო დაადგა იმ სიზარმაცეს ამ ინტერნეტის დახმარებით და მე გიკვირთ რატო შემოვიდა ხალხი სხვა ქვეყნიდან და მიწებზე ისინი დაკავდნენ და წარმოებაში ნელ-ნელა სულ ესე კი არ იქნება მაგ ტერიტორიას სხვა დაეუფლება და იქ ინვესტიციებიც იქნება ფაბრიკებიც იქნება და ქარხნებიც იქნება დარწმუნებული იყავით ხო ჯერ სანამ საქართველები არიან მან არც ფაბრიკა აშენდება არც ქარხანა და ნუ იქებთ თავს რომ მაგრები არა ისახართ კიდე ერთი რა მაგრები ვარ თაკაკი მაგრები ხარ და წარსულში ხედებით კიდე ვითომ ახლა ვინმეს ნაცხოვრები კონდეს წარსულში იმ ოქროს ხანაზე რო ლაპარაკობს ნიკოლო ბჟავანაძე მას უცხოვრია 60-იან წლებში ეს ხო 77-ში დაბადებული ეს ხო ედიკას ნაბიჯვარი არის ხო და ედიკას პერიოდი გაანალიზე რომ მიახტე მჟავანაძეს ოქროს ხანას ედიკა და ედიკას დანატოვარია პარლამენტში ამას იმის შნუ არ აქვს ეს გაანალიზოს ისეთი მშიშარა არის ხო ნაგავი როზეს პარლამენტში იმას ამოჩემებული აქვს ედიკას მეორე ნაწილი ოპოზიცია პარლამენტში როზეს ისიც ედიკას ხალხია რო იცოდეთ ის ყველა ედიკას ხალხია ვაშლი რო გაჭრა რა 2 და 1 ნაჭერი იქით ასია ეს ოპოზიცია გონიათ განსხვავებულია და მეტი რა გავხდებნოთ ახლა ორივე ვიღადა რჩება საქართველოს ქურთები და თათრები ეს არის საქართველო კოცენაცურია საქართველო და ეტაკეთ ახლა ერთმანეთს და ეჩხუბეთ აი რატომ არის ეს ამის ანალიზი გჭირდება ჩვენ და როგორ დავძლიოთ ეს და პირველი აილაგმოს საქართველოსთან სამღვდელოება ჩამოიყაროს ხატები სახლებიდან სანთლები უკან შეტენეთ მღვდლებს ხო ცოტა გამოცოცხლებიან აი მაშინ გეშველებათ არა გააგრძელეთ ეგრე და მე ნუ დამასწრებთ აყვავებული ქვეყანას ამ მღვდლების გადამკიდე ამ მღვდლებმა საქართველოს მიიყვანეს იქამდე რომ ბოლოს რუსებს შეტენეთ და ღმერთმა რუსები დაგახმერათ და ახლა იმდენად უმადური ხართ ისევ რუსებს აგინებთ კიდე სადაც რუსეთში აღზრდილი ხალხი არის დღეს მთავრობაში სულ მაგათი შვილებია საბჭოთა რუსეთში აღზრდილი ხალხი გმართავთ დღეს სულ ყველა აბსოლუტურად აგინეთ როგორ დამთავრდება აგერ ვნახავ ქვეყნის მშენებლობა როცა გიყვარს ადამიანი აი იმისგან უკვე როგორ არის მე ხო ვიცი რომ აი ღმერთმა რანაირი რისხვაც არ უნდა ჩაატაროს თუ თავში რომ ერთხას მე ხო ვიცი რომ იმას უყვარ ვარ ხო აი ღმერთი როცა არ წმენა გაქვს აი როგორც არ უნდა გამლანძღოს როგორც არ უნდა მომექცეს მე ვიცი რომ იმას უყვარ ვარ აი თავარი ეგ არის არ დავკარგო და რატო მრისხანებს და რატო თქვა შეურაცხყოფას მაყენებს სიტყვაზე ხო აი ეს დამაფიქრებს იმას ხო მე უყვარ ვარ ესე იგი ჩემი გაზრდა უნდა აი დავითმა რეებიარ აი განსაკუთრებით მეორე მეფეთა წიგნის მე-11 თავიდან აუ მანამდე ხო პირველი 10 თავი შენება არის და დავითი როგორ აფართოები მე-11 თავიდან იწყება ტრაგედია მეორე მეფეთა წიგნი დავითის ესე იგი მე-11 თავიდან აი უნდა გადახედოთ მანდენა იწყება უკვე პირველი უკვე რომ ომში წავიდა ხალხი ეს ბანზე სეირნობს სასახლე აიშენა გახედა იქა და ხეთელი ურიას ცოლი ბანაობს იქა მოვიდა ისეც წინააღმდეგი არისო დააწვა გამიგე და მე რა მოყვა ამას იცით ხო როგორი ცოდვა ჩაიდინა და მე ამას რა მოყვა ხო მთელი ოჯახის მთელი დავითს მიუხედავად ამისა დავითი სკული აი არასოდეს არ გაცემულა ღმერთის მიერ იმიტომ რომ ამას ძალიან ძლიერი სიყვარული ქონდა ღმერთისა და რაც შეემთხვა თვითონ და დაიტეხა ეს უბედურება მაგრამ დავითი დააფიქრა დავითი ამ მოვლენებმა და აგერ აისახა მის ფსალმუნებში მერეს და ჩვენთვის არის როგორც ნიმუში ურთიერთობისა ღმერთთან როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ამა თუ იმ ცხოვრების აი გასაცდომების ჩადენის დროს რაზე უნდა ვიფიქროთ ხო რამ უნდა დაგვაფიქროს ასე რომ როცა უყვარს პიროვნებას ადამიანი და გჯერა იმისი არაფერი არ გეწყინება იმიტომ რომ ის სიყვარულით გაძლევს შენიშვნას იმას უყვარ ხარ აი ვისაც არ უყვარ ხარ იმისი არ შენიშვნა გინდა და არც არაფერი მით უმეტეს თუ არ უყვარ ხარ არ იქნება მომართული რომ რამე აი გითხრას ისეთი რომ შენ
აშენდე. არა, მოგატყუებს და შენი დამარცხება ყოველთვის აკცევა ყოველთვის ახარებს. ამიტომ გამოვიჩნოთ, უყვარ ვართ ადამიანს და თუ ეჭვი შევიტანეთ მაშინ მე უკვე იმისი არაფერი აღარ გჯერა. და ეს მაგალითი რომ გადავიტანოთ ახლა ღმერთში თუ დაეჭვდება ადამიანი და როდის ხდება დაეჭვება? თუ გიყვარ ვარ, ესე რატოა ღმერთო ვერც სამსახურიც დავკარგე. აგერ ფულიც მომპარეს. შემდეგ აგერ კაცო კისერი წავიქეცი და თავი დავარტყე ქვას. შემდეგ აგერ ბავშვი ავად გამიხდა. საათ ახარ მლოცულობ დღე და ღამე. ხდებით, დაეჭვდებით ამ სიყვარულში და დამთავრებული ამბავი. სატან არ აკეთებს ამას. იობის თელი იობის წიგნის დედა არსი ეგ არ არის? ეჭვი შეიტანონ იობში, რომ ღმერთს არ უყვარ ხარ. ამას აკეთებს მეგობრებიც, ამას აკეთებს სატანა და ცოლმაც ეგ გააკეთა. ხო უთხრეთ ცოლი რაცა დაგმერა ეს ღმერთი რა და დაანებე თავი და დაისვენე და დაგვასვენეო. და იობს ხო ქონდა ისეთი ის გათამაშდა ყველაფერი მის თვალწინ რომ მართლა ქონდა ლოგიკური ის რომ ღმერთი დაეგმო. შვილები დაიხოცა, თან ათივე. ბიზნესი ჩაკვდა. სხეული ლპება და მეგობრები კიდე სიქას აძრობენ. აი, წყობილებიდან არ გამოვიდა რა. ვინ თუ არა იობს უნდა ეთქვა ღმერთს, აი ესა მე არ უყვარ ვარ ღმერთს. მაგან ეგ არა თქვა. და სამაგეროდ რა მოხდა? თლიანად აღორძინდა ყველაფერი და დაუბრუნდა ყველაფერი. ეს ხომ კარგი მაგალითი არის ჩვენთვის იმ ხალხის გასაგონად. ხანდახან რო ჩავარდებით იმაში, თუ ღმერთს უყვარ ვარ, ესე რატომ ექცევა? და ზუსტად ეს ფსალმუნია მე თითქოს პატარა შემოკლებულ ვარიანტში 72 ფსალმუნი ასაფის ჩვენ რო გავიარეთ. იმასაც ხო ეჭვი შეეპარა. კონე ღმერთს ნახე ის უყვარს ნახე ის ვინც როგორ ზეიმობს რომელი კაციც საერთოდ აგდებული და მოკიდებული ბა ღმერთთან და მე კიდე კაცო მიყვარს ღმერთი და მე რატო არ მაქცევს ყურადღებას. და ეჭვი შეიტანა და კიდე კაი კინახან ფეხი დამიცურდაო იძახის. მე ფსალმუნი ასაფი ხო 72 ფსალმუნი პირველი ნაწილი მეორე ნაწილი ხო წაიკითხეთ ნახეთ ბევრს ეს ემართება ადამიანურ დონეზეც და ეს გადავიტანოთ ღმერთის დონეზე ნახეთ რატომ არის რომ ადამიანების წმენას კარგავენ ღმერთისას აი დავითს არ დაუკარგია წმენა ბოლომდე მისი მორწმუნე დარჩა და რაც თავს დაატყდა ღმერთის მიერ კი არ იყო დაგებული მახე ცოდვილი ბუნების გამო იყო ეგა აი ცოდვა რომ თანამგზავრად აქ რო იბადება ადამიანი და ჩაწერილი არის იერემიას მე-17 თავის მე-9 მუხლი ხო მე-17 გახსოვთ ხო რომ დააბადებიდან აი ბავშვობიდან აი ბოროტებისკენ მიილტვის ადამიანის გული ეს ჩაწერილია ღმერთის სიტყვა არის და დავითმა ცოდვამ აი უსაქმურობის გამო გამოვიდა გარეთ გამიგდა და ერთს მოაყვა მეორეს მესამე და ეს მე აღიარა მან მაგრამ სიყვარული არ შეუჩერებია ღმერთს დავითისა და არც დავითი გუგაიშა ღმერთის საყვარელი არის რა ესე არის რა ღმერთის გულით მოწოდებული ეს პიროვნება ბავშვობიდან 16-17 წლიდან და მეფე იყო მთელი 40 წლის განმავლობაში ხო 7 წელი ერთი შტოს მეფე იყო და დანარჩენი 33 წელი იყო გაერთიანებული როცა გაერთიანდნენ უკვე საულის ოჯახის ის მე შემოვიდა აქ ჩეუერთა და მე ასე იწყება მეორე მეფეთას პირველი თავიდან რო დავიწყოთ მე-11 თავის ჩათვლით და მე მისი კრიზისები აღწერილი რო იცოდეთ წიგნის ბოლომდე ხო ძალიან ტრაგიკული დასასრული აქვს ხო მაგრამ ღმერთისთვის არ უღალატია და ღმერთმაც კარგი პატივი მიაგო მას და აგერ ყველაფერი სიმართლე დამალული არ იყო და დაგვიტო არაფერი არ დამალულა მის ცხოვრებაში ჩვენი გულის აი ცოდვების აი ჩვენ წინ გვიდებს და ჩვენ თვითონ ამას გამამოხმოვანებთ და მე ღმერთს ვაბრალებთ რა აი თითქოს ღმერთმა დაგვატეხა თავზე ეს ის ცოდვილი ბუნება არის ცოდვილი ბუნება რომელიც გამოავლენს ამ ცოდვილ ქმედებებს და ღმერთი არაფერი შეშიარებს ჩემო კარგებო იგი წმინდა არის და მიყევი მას და არ დაეჭვდეთ მის სიყვარულში დაეჭვდებით მის სიყვარულში პრობლემა გექნებათ ხელსაც ჩაიქნებ და ბევრი ისე დაეჭვებულა და ხელი ჩაუქნებია თან პრიმიტიული
ისენი აქვთ რა. აი თუ ღმერთი არის ეს გააკეთოს. აბა ხელი გამიხოს რა. ესე ღმერთი არ არის. როგორი დებილური მიდგომა არის ამ საკითხთან. აფელი არის. კიდე ღმერთი არის, რა კი ხარ შენ წარმატებული ხარ? მანამდე არისო? ხო აი ნახეთ, აი ეს მომცა. ხსუცა ღმერთმა ანახე, ისეთ ჩავაბარე. და მე 11-ს რო წაიფორხილებ, მე რა სიტყვი? ესე იგი სულ წარმატებების ღმერთის წმენა გაქვს? ეს წარმატებები მე ღმერთი კი არ გიგზავნის ამას. სწორად მიდიხარ მანამდე. და მე წარმატებლობა არასწორი სულა იყო. და ამ არასწორი სულით ღმერთს აბრალებ, რომ იმა გაგიკეთა გამოცდა ჩაგიტა რა. არასწორი გვაქვს ურთიერთობა ჩვენ. საქართველოს საერთოდ გზასაც თენილია ქართველი ერი ღმერთთან მიმართებაში. ყველაზე დებილი რწმენის საკითხებში, იმიტომ რომ ქრისტიანულ სახლის ატარებს ქართველები არიან. აი ასეთი სიბნელე მე მეორე არ ვიცი, აი რუსებიც კი არ არიან ბნელები, თუნდაც რუსი მართლმედებელიც კი. ლაპარაკი მაინც იციან. ჩვენთან მაგარი სიბნელე და სიყრუეა, იმიტომ რომ წერა კითხვა ილია ჭავჭავაძე წერა კითხვა საფრთხელებს, იმიტომ რომ არა, როგორ შეიძლება იცოდეს შენ რა არაფერი არ უნდა იცოდეს, შენ არ უნდა იცოდე ცასა, ხდელმა იცის ეგ. შენ ეცე რა არის, არაფერს არ გასწავლე. შენ გეუნები, აი ხატი დაიკიდე, ეს იყიდე, წაიღე სანთელი, აქ მოდი, საფლავზე დაჯიქი, მორჩა. შენ არაფერი არ უნდა იცოდე. ამ დროს თვითონაც უცოდინარია, მღვდელი თავიდან ბოლომდე დებილი არის. ამ დებილების გადამკიდე არის საქართველოს ვერც პოლიტიკურად გაიმართვა, ვერც ეკონომიკურად და ვერანაირად წელში ვერ არის. არის მოკაკული წელში, დამბლა დაცემული. საქართველოს სახელმწიფოს დამბლა აქვს დაცემული და ამას დანახვა უნდა. დამბლა, აი როგორც აი ინსულტი რო აქვს ადამიანს და უცებ რო აიქცევა და მე იცი რა ვერც ლაპარაკობს. აი ზუსტად დამბლა დაცემულია. ხო, აი სამედიცინო ტერმინებით, აი ინსულტი მოუვიდა კოლაფსის მერე საქართველოს და ვერ მოხდა გარკვეული რეაბილიტაცია, რეანიმაცია ვერ მოხდა რა. უფრო და უფრო მიდის ეს იქითკენ, რომ ქვეყანა სახელმწიფო გარდაიცვალოს და გაიცვალოს. საერთოდ აღიკავოს პირსაგან მისცან. დასაყრდენი მაგისი საფუძველი ქართველები არც მრავლდებიან და მანდან გარბიან და ვინც ამან არიან ერთმანეთს ჭამენ. და ამის თავკაცი აგერ არის შავმღელოება. ხო გამოფინეთ შავის არეცხებივით ეს მღვდლები. ხო სანამ ეს არ შემცირდება საქართველოს არიშველება. გუშინელმა საუბარმა კიდე გარკვეული ფიქრი გამყვადა ეს ანალიზი ბიჭო ეს რა ქვეყანა არის. მეთქი რა ეს რა ქვეყანა არის ამასთან რა შედარება საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირში დაბადებული გაზი რომ პარალელებს რო ვავლებ ხო? და გითხარით გარკვეული ფენა როგორ ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში არაფერზე არ ზრუნავდა. არა და რომ დაინგრა საბჭო გადმოვიდა ბარძიმაშვილი აქ 1 წლის მერე გარდაიცვალა თუ 2 წლის მერე. ხო ეს ახლა აქ ვისაც უნდა ორერა აქა ნიუ-იორკში ბარძიმაშვილს ანსამბლი ვისრა ფეხებად უნდა. არა და რა იკრეალა ბიჭო მაგან ორგანიზატორი იყო ნიჭიერი და თელი საბჭოთა კავშირი ამას არაფერი არ დაუკლა. ყველაზე მაგარი უცხოური მანქანები ამას ჰქონდა. ბიცოლა ჩემის ბიზაშვილი იყო ალალი და იცნობდი კიდევაც და ერთხელაც ვიყავით თავისი ბიზაშვილის შვილის ქორწილზე. ჩემი ესე იგი ბიზაშვილის იმისი თავისი დეიდაშვილიდან თუ მამიდაშვილიდან. ხო ნიჭიერი ორგანიზატორი იყო. გვარ გადაკეთებული კი იყვნენ ბარძიმაშვილები ცოტა ისინი არიან სომხები და ნიჭიერიც იყო ხო იცით სომხი რა საგინებელი სიტყვა კი არა ნიჭიერები არიან. საქართველოში მან ყველაფერი საგინებელი სიტყვა არის. სომხი საგინებელია, ოსი საგინებელია, სექტა საგინებელია და არ არის რა სწორე ესა რა. არანაირად რით ახარ უკეთესი შენ თუ ქართველი ხარ. ან კი დარწმუნებული ხარ რომ ქართველი ხარ. როგორ დაადგინე? რა ის თარხანმოურმარ დაადგინა რომ ეს იმის თავმავალია რა ვიცი ყველა სოფლიო მეფეების თავმავალი ეს დებილი ესა. ხო რომ გაექსკრემენტი და შარდე გაუშვა ვაშინგტონში და იქიდან ანალიზები მოვიდა რომ აი თურმე აქვს დოკუმენტი ამ დებილს ამას. ხო ეს დებილოიდების ის არის რა ბუკეტი. და ასეთი კაცი ნახე ზის იქა და ფოფენსა და ღაღანში არის ხო ეხლა გაიმართა წელში. და არის პატრიოტთა ალიანსი და აგერ მისი წარმომადგენელი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი ირმა ინაშვილის პოლიტიკური ცოლ-ქმარი. და გაექცათ მეორე მდივანი თუ მესამე ვაჟა უთარაშვილი. და ხმას არიღებენ. ესეთი აქვს საქართველოს ეს ხო ედიკას დანატოვარი პროლეტარები არიან და
ელიტარები პარლამენტში უზის ედიკას ხალხი პროლეტარები და ელიტარები და გემშვიდობებით კეთილი სურვილები და რა ვიცი ღმერთმა ქნას კიდე შეგვახედროს ერთმანეთს და ერთმანეთის სიყვარული გვასწავლოს ღმერთმა გაგვიზიაროს ერთმანეთს სითბოს სიყვარული და ერთმანეთს წავადგეთ დარჩენილი დრო კარგად გამოვიყენოთ გაგვაძლებინოს ღმერთმა ვიცად არის როგორც არის და ღმერთს ყველაფერი შეუძლია კეთილი სურვილებით და გემშვიდობებით დიდი მადლობა